ამ ადამიანს სჭირდება, არ ვიცი, აბი გლუკოზა და დახმარება, რადგან შეუძლებელი არის ამ ადამიანთან საუბარი. ჩემს ნებართვის გარეშე. სხვენია იმ ყველაფერი სოციალურად. სხვენია, მე უბრალოდ ვიცი როგორ ის შეურაცხყოფები რა შეურაცხყოფების მომაყენე ასე შემდეგ. გამომიგზავნე შენ როგორც გინდა რომ გამოდო და მე გეტყვი დაბრო თუ არა. გამომიგზავნე უბრალოდ მე და მინდა ნახვა თავიდან ბოლომდე რა გამოვიდა თუ რამე ესეთი დამატებით ხوار გიქნება კიდე საქმე კრიტერიუმები დაგმაგობია. შენ თქონია რომ ასე შეგიძლია გააკეთო და არაფერი არ იქნება ძალიან სწორი. შენ თუ დამპატიჟე მე შენთან სადაც ლაპარაკი არ დამაცადე, მაგრამ შეურაცხყოფებზე? იდი ნახვიო, როდესაც სამასონზეო. ასე შემდეგ მე დაგი ლაპარაკი არ დამაცადე. აუ შენი ღმერთო, არ გაგინე. შენ არ იცი შემიგინება რა არის უბრალოდ ამჯერად. ეს გინება კი, რატოცა? სოციალური შეჭადილი კონტექსტი. ნუ ხა, კი, გარკვეულად. რატო ხარ გამიგეთი არა, არა მხოლოდ მამაკაცებს ისე რომ იცოდე. ყველას ვაფშე, კი. ნუ ვინც მიმართ გამოხატოს. ფული გაინტერესებს, პირდაპირ მითხარი ამ მამაკაცებს. რა შუაშია ფული? შენ ფული რო არ გაქვს, იმიტომ გატრეგირებს ეს თემა? თუ რა შუაშია? ანუ მამაკაცებს შეგრიგირებს. შენ გატრეგირებს. ან მარტო მე ვამბობ იმას, მაგალითად ესეც არ თქვი. მარტო ფული არ მინდა, მაგრამ ფინანსური სტაბილურობა აუცილებელია. პოდკასტში რომ მე რა ინტრიგანია ეს კაცი არ შემიძლია. რამდენი გადაგიხადა? მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ეს არის გადაცემა Stay Cold და მე მისი handsome as a fuck სამყარო, AK Aura, AKA Charisma, ბატონი ლორენცო გახლავართ. ჩვენი არ ვიცი დღევანდელი სტუმარი, რომელიც უკვე სკამიდან გადავარდა, ეს ყველაფერი მარტო სტუმრებს არ შეეხება, იმიტომ რომ ალბათობა იმისა, რომელიც ეხლა შენ უყურებ ამ ყველაფერს, ალბათობა იმისა, რომ შენ სკამიდან უამრავჯერ გადმოვარდე, ამის ალბათობა ძალიან დიდგან. ეს არის საქართველოში ისეთი გადაცემა, რომელიც მსგავსი არ ყოფილა და დღეს ჩვენ და არა მარტო დღეს, ისეთი რაღაცები მოხდება Stay Cold გადაცემაში, რასაც თქვენ უბრალოდ შოქში ჩავარდებით. დღეს ჩვენი სტუმარი იქნება ადამიანი, რომელიც სოციალურ სივრცეში მოღვაწეობს, სხვა ბევრთაგან რჩეული არ არის ეს ადამიანი, იქიდან გამომდინარე, რომ სოციალურ ქსელებში უკვე აშკარად მომრავლდნენ, კოუჩები, არ ვიცი, ფსიქოლოგები, ეზოთერიკოსები, ფილოსოფოსები, $80 ვიხდით და ყველაფერ ჩიკები. დღეს ჩვენი სტუმარი იქნება ქალბატონი მარიკა ღვთიური უკაცრავად. მარიკა ხავთასი. მინდა ის თქვა რომ შენაირს ჩემს მანქნის კვამთანაც არ მოვასწუნიებთ. ჩემზე გემოვნებიანი, ჩემზე რავი კარგი ადამიანი ვინ არის ზოგადად ჩემ ცხოვრებაში რომ ჩემი სიმლამაზე შეაფასოს საყვარელო. ვაიმე, ღმერთო. გამარჯობა, გამარჯობა, მოგესალმებით. გამარჯობა. კარგად, თავად როგორ ხარ? იდეალურად. მზად ხართ თუ არა? პირველად შეერკინოთ ისე ძლიერ მოწინააღმდეგეს და გაუწიოთ ოპონირება, როგორიც არის AKA Aura, AKA Charisma და handsome as a fuck. ზათად? ვაი, მე ხალხარ შემიძლია კითხვა მაქვს შენთან, შეიძლება? კითხვა ჯერ პირველი მეოსო, ქალბატონო მარიკა. აი მე დომინანტი მამაკაცები მაგიჟებენ, მაგრამ მაინც პატივი ეცი ხა. გავს დომინანტი მამაკაცი, რომელსაც გააჩნია სამი მიმართულებით დომინანცია. თუ სამიდან ერთ-ერთი არ არის, Stay Cold ვაპარაკებ. თუ ხო, არ პირველ კითხვას მეოსო მარიკა, ასე რომ დამშვიდნი. და ისე წეხან რაც თქვი, ის ხო არ გატრეგირებს. სისტემა დამშვიდოთ, ქალბატონო მარიკა, თუ შეიძლება. ვისაუბრობთ მაგაზე მე. პირველი კითხვა არის შემდეგნაირი. რატომ მოხვედი აქ და რისი დამტკიცება გინდა ამ გადაცემით ჩემთან ოპონირებით? ისმით. შეიო, დამტკიცებაო? ნუ იმის დამტკიცება მინდა ზოგადად არაფრის, არ ვამტკიცებ არაფერს, ჩემს აზრს ვაზიარებ. რისთვის ხარ აქ? შენ დამპატიჟე? მე დაგპატიჟე, მაგრამ თემები ასე თუ ისე რაზე ვილაპარაკებთ იცი? ურთიერთობა. კი ბატონო, ურთიერთობები და მრავალი ტიპის თემებს შევეხებით. მაინტერესებს შენ ამ თემას როგორ გინდა შეეხო, როგორც ფსიქოლოგი თუ როგორც პირად გამოცდილებაზე? ორივე. ფსიქოლოგია არ არსებობს პირადი ცხოვრებისეული გამოცდილებების გარეშე, ასე რომ, არ ვიცი, უბრალოდ წიგნიდან ვინც კითხულობს და ნირდები არიან, მხოლოდ წიგნზე არიან იმ ადამიანების რჩევები, რამდენად მისაღები არის. მე ესე ვფიქრობ, მარიკა, რომ შენ სტანდარტულად იმ კატეგორიას მიეკუთვნები ადამიანების, რომლებიც სოციალურ ქსელებში უბრალოდ რაღაცას დაიზეპირებენ, დაიზუთხავენ და შემდეგ ცდილობენ თავისი რაღაცა манипуლაციური ბრჭყალებში ვთქვათ, ბანძი манипуლაციური ხრიკებით საზოგადოებაზე ზეგავლენა მოახდინოს და ეს ყველაფერი ხშირ შემთხვევაში მაინც განპირობებული არის ხოლმე მისი ტრამბული გამოცდილებებიდან, მისი კომპენსირებასაც ცდილობს. ასე რომ, ჩემი პირველი კითხვა, რადგან პასუხი ვერ მივიღე, კიდევ ერთხელ გიმეორებ. დღეს რატომ ხარ აქ? და რა არის შენი მიზანი? ანუ როგორ ფიქრობ, ეს პოდკასტი რას მოგცემს? დღევანდელი ესეთი ყველაზე საინტერესო პოდკასტი საქართველოში, რომელიც მსგავსი ტიპის ანალოგი არ იქნება, რას მოგცემს ეს ყველაფერი? ესე მაინტერესებს ნაპოლეონის სინდრომზე რა ხსმენია?
კითხვას თავს არიდებ, მარიკა. კი პასუხე შენ დამპატიჟე და მე მოვედი. კი ბატონო, რაც ვდილობ, ანუ რას დაამტკიცებ დღევანდელი თემებით როგორ ფიქრობ? ჩემს შეხედვას ყველაფერზე. ნუ შენს ჩემს შეხედულებებს მხარეს, ავიღე. შენს შეხედულებებს. ჩემს შეხედულებებს. დამშვიდი, სტეიკო. შემიძლია შეიკარი საროჩკა. წყალი შეგიძლია და შეიკარი. შემიძლია ერთი ღილი კიდე ჩავიხსნა. აუ არ გინდა, მაშინ საერთოდ უნდა შემიძლია ვიკანკალო. ერთი ღილი კიდე ჩავიხსნა და დაუჯდე ესე. იმიტომ რომ დავაი, ამის- გაიხადე, ანუ ბარემ შვილო და ისე დაჯექი. ფიზიკური მონაცემები ამის საშუალებას იძლევა, მარიკა, მე ვინ გითხრა? ანუ მე რო ვიყო ღიპიანი რაღაცა, მაშინ პრობლემა იქნებოდა და როდესაც ხარ ფორმაში და handsome as a fuck, მაშინ შეგიძლია რომ არ ვიცი, ერთი ღილი შეიხსნა პრობლემა. ეს ყველაფერი თუ შენ დაგაბნევს, შემიძლია გავითვალისწინო ეს ყველაფერი და ერთი ღილი შევიკრა. შეგვიძლია შეიკრა და ზოგადად არა მხოლოდ სხეული, არამედ სახესაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რა იცოდე. კი ბატონო. გოგოებისთვის. კი ბატონო. ისე თქმა გოგოების მინდა. აღქმა ვიზუალური არ არის, ამასაც მინდა შევეხო. არის მენტალური, მაგრამ გოგოები, რომლებიც აქცენტს აკეთებენ სტანდარტულად ლამაზ ბიჭებზე, დებილებზე, რომლებიც უბრალოდ ფუტლიარები არიან და მათ ტვინში არაფერი არ არის. მსგავსი ტიპის გამოცდილება ხო არ ქონია მარიკას აუ, ცხოვრებაში? მაინტერესებს ზოგადად შენი აზრით თუ სიმპათიური მსგავსი არის. ტიპის გამოცდილება ხო არ ქონია სიმპათია ცხოვრებაში? არა, კითხვა მინდა დავაზუსტო. არ კითხოს გისო მარიკა და პასუხებს არ მცემდა ანუ რა მოიცადე, მაინტერესებს ანუ შენ იმისათვის რომ გიპასუხო, უნდა დავაზუსტოთ კითხვა, გეკითხები, ანუ შენი აზრით სიმპათიური მამაკაცები არიან დებილები. ხშირ შემთხვევაში მამაკაცები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები თავისი ფიზიკური, ვიზუალური კონდიციების წინ წამოწევით და ეს ყველაფერი არის ის ერთადერთი, რაც გააჩნია კი მოდელებს თუ ავიღებთ, პირს რო გააღებენ, უბრალოდ მისაწოდებელი აქვს, მიხდი? და შენს თავზე არა გაქვს კონცენტრაცია, ეხლა შენ ჩემი შენს კონცენტრაციები. გარეგნობაზე? არა, ჩემი კონცენტრაციები და ჩემი არ ვიცი ყველაზე დიდი სკილი, რაც არის ეს არის კომუნიკაცია და ჩემი ყველაზე დიდი კუნთი, რაც გამაჩნია ჩემო ძვირფასო მეგობრებო, არის ეს. ასე რომ, ჩემი ვიზუალური, არ ვიცი, შთაბეჭდილებები საკუთარი თავით რო შევაფასო, არ ვიცი, 10-დან შეიძლება, რაც არ უნდა handsome as a fuck ვიყო, შეიძლება 10-დან 7 იყოს. ხო, მაგრამ ამას შენ არ აფასებ, ამას აფასებს ალბათ შენ როგორ შეაფასებდი მარიკა საკუთარ თავს 1-დან 10-იანი სისტემით? მე როგორც მინიმუმ 9-ზე შევაფასებდი კი. მაგრამ შენ მაფასებ როგორ? 6? დაფიქრდა. ვაი, მე ღმერთო არ შემიძლია. უკაცრავად, აქეთ ყურში ძალიან ცუდად მესმის. 10-დან 1-დან 10 ბალიანი სისტემით საკუთარ თავს რამდენ ქულაზე შეაფასებ? 9 ბალი, ლორენცო. 1 ბალი იცი რატო ჩამოვიკლე? შენს გვერდით რო ვზივარ, დასიხვალ, მაგრამ არა უშავს. ამასაც ვისწავლი მოგვიანებით. ეს ჩეხოვის პაუზა, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, რომელიც ეხლა გაკეთდა, ჩემიდან გამომდინარე, ეს არის უბრალოდ შოკირებული გამოცდილება, ეს არის ტრამვა, რომელიც ეხლა ამ წუთას ავიკიდე, რადგან ადამიანი, რომელიც 35 წლის არის, 10-დან 9 ქულა, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ირინა შეიკი იყო თავის პრაიმში. ანუ თქვენ როგორ ფიქრობთ ამ შემთხვევაში ქალბატონო მარიკა, იმიტომ რომ თვალს ვეღარ გისწორებთ, 10-დან 9 ქულა, როდესაც ხარ, თვალს ვეღარ გისწორებთ, იმიტომ რომ შეიძლება თვალი გამომექცეს და მე არ ვიცი ფეხზე წამოდგომა გამიჭირდეს. ანუ ჩემი შეფასება არის შემდეგნაირი. ეხლა ამ მომენტში ჩემი გონებრივი შესაძლებლობები და ტვინის რეცეპტორები იბრძვის, რომ ჭეშმარიტება და რეალობის აღქმა არ დაკარგოს, იმიტომ რომ ქალბატონი მარიკა საკუთარ თავს აფასებს 10-დან 9 ქულით. ხო, მაგრამ როგორ ფიქრობ? ეს მე არის ვფიქრობ, რომ ძალიან დავიდაბლე ახლა რა შეფასება, უფრო ანუ უფრო მაღალი ვარ მაღალს კი. ფიქრობ? კი, უბრალოდ ცოტა მორცხვე გოგო ვარ და ანუ ახლა 10-დან 10 რო ვთქვა, ცოტა შეურაცხყოფადი იქნება რა. ეგეთი ლამაზი გოგო და თვითონ ყიდულობ ჩემთვის ყვავილებს. როგორ ისული აქვს ხალხნა? არ რა გვეშველება ხალხნო, არ ვიცი რა გვეშველება. როდესაც ქალაქში ეგეთი ლამაზი გოგო დადის და თავისთვისვე ყვავილებს ყიდულობს, ეს რა ხვდები? რა განსაზღვრავს ჩემ 1-დან რაღაცნაირ თავდაბლობის გადმოსახედიდან. რისით თქმა მინდა, შენ ძალიან კარგად იცი, რომ ფიზიკურის აღქმა ძალიან სუბიექტური რამ არის. შეიძლება შენი ირინა შეიკი მოგწონდეს 10-დან, როგორც 10-დან 10. შეიძლება მოგწონდეს როგორც 6-დან 10, მაგრამ ეს არაობიექტური რამ არის და ზოგადად ისი ცოტა დაკორექტირება მინდა. სულ შენ თუ ისაუბრებ, მაშინ ხო იცი, აზრი არ აქვს სტუმრის დაძახება. აქ იმიტომ ხარ, რომ არ ვიცი, ისაუბრო და საინტერესო თემებზე გავმართოთ პოლემიკა, რაც არა მარტო ჩემთვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის საინტერესო იქნება. ეხლა შენ შესაძლებლობა გაქვს, რომ შენი შეხედულებები, შენი შთაბეჭდილებები უბრალოდ ადამიანებს გაუზიარო. რაც შეეხება იმ ყველაფერს, რომ სუბიექტური არის ამ შემთხვევაში აღქმა, ვერ დაგეთანხმები, იმიტომ რომ თუ ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ 10-დან 9 ქულა არის, მაგრამ ეს ყველაფერი არის თავისი სუბიექტური შეფასება,
ვიქტორია სეკრეტში მოდელი რატომ არ არის? იმიტომ ანუ მაინც ობიექტურ შეფასებებამდე მივდივართ, ხო? არ მივდივართ ობიექტურ შეფასებამდე, იმიტომ რომ მოდელიზმი ვინ აფასებს ამ ყველაფერს? მაგას ვამბობ, ზოგადად ამ მოდელზე როდესაც მიდიხარ, იქ თავისი პარამეტრები არის. ზოგადად არც კი ისე ლამაზი ქალი შეიძლება იყოს, მაგრამ ძალიან კარგი და აქტუალური მოდელი იყოს. ხვდები? ანუ თავისი პარამეტრები ჭირდება. კი ბატონო. ხო. ამიტომ თუ მოდელი ხარ, ეს სულ არ არის. რატომ და ჩავჭდე სამოდელო პარამეტრებში იმისათვის რომ რავი, როგორ მომწონს მე ჩემი საკუთარი თავი. მე ჩემი საკუთარი თავისთვის იყოს ყოველთვის. ნახე, ჩემი აღქმა რას ნიშნავს რეალისტური იყოს ლორენცო? რას ნიშნავს? შეიძლება არარეალისტური დამოკიდებულება რას ნიშნავს აღქმა და ნარცისებს აქვთ ხოლმე ზოგადად. კი, შეიძლება, მაგრამ მე ჩემ თავს არ მივუკუთვნებ როგორც ნარცისულ აშლილობის მქონე ადამიანს. შეგებოდი, ანუ შენ ეგრე ფიქრობდე ყოველ შემთხვევაში რომ ნარცისი არ ხარ, მაგრამ არ ვიცი პროფესიონალი ფსიქოლოგი გაფასებდეს ესე რომ შენი კონკრეტული გამოხტომები, შენი ტრამვული გამოცდილებები, რომლებიც ბავშვობიდან მოგდევს, თუნდაც ეს ყველაფერი ურთიერთობებიდან განპირობებული იყოს, სადაც შენი მეუღლე შეიძლება ვერ გრძნობდა თავს კომფორტულად შენთან ურთიერთობით, იმიტომ რომ შენ ნარცისული აშლილობა ქონდა, მაგრამ შენ ამ ყველაფერს ვერ აფასებს სწორად, იმიტომ რომ დერეალიზებულ სამყაროში აცხოვრებ საკუთარ თავს. რამდენად რეალური არის ეს ყველაფერი? რეალური შეიძლება იყოს, მაგრამ რაც შემეხება მე, მართალი რო გითხრა, მაგ შემთხვევაში არ არის რეალური, იმიტომ რომ ნუ ეხლა ხო ხედავ ხალხი თან კიდე როგორ რეაგირებს ჩემზე. და ნუ რა თქმა უნდა მე თვითონაც ბრმა არა ვარ და თუ ნარცისული აშლილობა არ მჭირს და მაგას შენ როგორც ძალიან კარგად იცი რომ თავისი რაღაც განსაკუთრებული ნიშნები გააჩნია, ესე იგი ასე თუ ისე დიდი ალბათობით ჩემი შეფასება ემთხვევა რეალობას. თუმცა ჩემი რეალობა შეიძლება განსხვავდებდეს შენი რეალობიდან, მაგრამ იმის თქმა მინდა მე რომ ანუ ვაფშე არ მაინტერესებს შენი შეფასება, არ მაინტერესებს სხვისი შეფასება. შეიძლება საერთოდ ახლა სტანდარტებში შენ საკუთარი თავის წინააღმდეგობაში მოდიხარ ეხლა და გეტყვი რა. არ არის რეალური, იმიტომ რომ ნუ ეხლა ხო ხედავ ხალხი თან კიდე როგორ რეაგირებს ჩემზე. არ არის რეალური, იმიტომ რომ ნუ ეხლა ხო ხედავ ხალხი თან კიდე როგორ რეაგირებს ჩემზე. ანუ თუ კონკრეტული მამაკაცების ხარჯზე, არა უყურე. თუ კონკრეტული მამაკაცების ამ აზრს და მე გააგრძელე შენ. საკუთარი თავის წინააღმდეგობაში წამოხვედი ერთ წინადადებაში და აუცილებლად უნდა ხო და მაგის თქმა მინდოდა ალბათ. მე დაგიფიქსირო ეს ყველაფერი რომ არ დაგავიწყდეს. ანუ თუ შენ გაფასებს კონკრეტული მამაკაცები, ხო? და აქედან ამ ყველაფრისგან იღებ ეგოს, რის საფუძველზედაც საკუთარ თავს აფასებ რომ 10-დან 9 ქულა ხარ, ეხლა იძახი რომ შენ არ გაინტერესებს ჩემი შეფასება. ვის საფუძველზე ხარ 10? ჩემი თვით შეფასების საფუძველზე. მე რომ ნუ ეხლა ხო ხედავ ხალხი თან კიდე როგორ რეაგირებს ჩემზე. ვიყურების არკეში მე მომწონს ჩემი თავი. ხო და შეიძლება დერეალიზებულ სამყაროში ცხოვრო. შეიძლება ჩემი სამყაროა, შეიძლება შენ ცხოვრობ დერეალიზებულ სამყაროში, შეიძლება კი რა ცხოვრობ, გონია თავი ვარსკვლავი და ის რა ქვია. მე მგონია თავი ვარსკვლავი. შენ ხარ ვარსკვლავი. დაბლა ისემიან, მე ვარსკვლავი. შენ კომეტა ხარ, ოკეი. ანუ რისი თქვა მინდა? ანუ სწორი ალეგორიები რო გავაკეთოთ უფრო ხო იქნება რაციონალური. რატო გამიშთა სურვილი რომ მარიკა ჩემს პოდკასტში მომეწვია? პირველ რიგში იქიდან გამომდინარე რომ სოციალურ ქსელებში როდესაც შევდივარ, ყველაზე მეტად თავს და ტვინს ვინც მატყიებს, როდესაც მარიკას ვიდეოები მხვდება, არ ვიცი, უბრალოდ ჩემ ფსიქიკაზე იმდენად სუდად მოქმედებს, რომ ეგრევე ჩემი ტვინის რეცეპტორები გაფრთხილებას იძლევა, რომ ეს არის ერთი დიდი საშიშროება. და მე ეჭვი მაქვს, რომ ეს ყველაფერი მარტო ჩემ თავთან არ ხდება. სხვა მამაკაცები, როდესაც მარიკას ჯანსაღი ფსიქიკის მქონე მამაკაცებზე მაქვს საუბარი და არა მძრეველებზე, რომლებიც ინტერნეტში მაგიტო შედიან, მარიკა, აბაზი ხარ მარიკა. არა, ამ ტიპის სიმპებზე მძრეველებზე ყველა ჯანსაღი ფსიქიკის მქონე მამაკაც მარიკა ტვინს ატკიებს. მაგრამ მოიცადე ვეირმენეთ, მათქმევია, შენ გინდა ხა ცოტა, რა ქვია. რა, მაგრამ ის სიტუაცია. არ მათქმევია ბიჭო, სად არის მიუთი? ხა მერტო, გავიგზავნე. მარიკას ხმის ჩამწევი არა აქვს, რო არ ვიცი, ჩვენც გავიგოთ რაღაცა. გაფუჭდა და მაგარია გიჟდები. ანუ რისი თქმა მინდა რომ ზოგადად თვით შეფასება არ უნდა იყოს აშენებული სხვა მამაკაცებზე. ქალები რამდენად აშენებენ თვით შეფასებას? გააჩნია ტრავმირებული ქალი არის თუ არა? ზოგადად ტრავმირებული ქალი არ ნიშნავს რომ ცუდი ქალი არის. ეს ნიშნავს იმას რომ საზოგადოებაში. ეგ კარგია რომ აღნიშნე. იმის თქმა მინდა რომ სინამდვილეში ყველა ფსიქოლოგი მაინც რომ ყველა საზოგადოებაში იტრამვება. მე მაინტერესებს სინამდვილეში თვით შეფასება თუ არის აშენებული შინაგან სამუშაოზე და შენს მოთხოვნილებაზე, ამ შემთხვევაში ეგ უკვე უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ის თვით შეფასება, რაც არის აშენებული საზოგადოებაში
საზოგადოებრივ აზრზე, მით უმეტესად მამაკაცების აღქმაზე. ზოგადად მე ის მინდა ვთქვა, რომ ეხლა შენ კი მოგაქვს თავი ვითომ ძალიან მოთხოვნადი ტიპი ხარ, ანუ მოითხოვ ბევრს ქალისაგან, მაგრამ ნუ ხა ხო იცი ხა შენ როლში იჭრებით და რაღაც შენი თამაშები გაქვს და ამას ნებისმიერი ფსიქოლოგი დაინახავს და გაარკვევს. შენ ფსიქოლოგი მაგრამ შენ ხარ ლორენცო? მე ფსიქოლოგი ვარ, კი ბატონო. ხარ? კი. სად სწავლობდი შენ მაინტერესებს? კურსები მაქვს გავლილი საკმაოდ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სამთვიანი სოფლიოში. სამთვიანი კურსებია? კი ბატონო. კი. მართლა? ანუ სამთვეში შემიძლია გავიარო მეც და დავიხმე თავი? არა, ვერ გაივლი, ეგრეთ ძალიან ბევრი უნდა იკითხო, ძალიან ბევრი ცხოვრებისეული გამოცდილება და განათლება უნდა მიიღო. შემდეგ ეს ყველაფერი მე გეკითხები რა განათლება მიიღე იმისათვის რომ ფსიქოლოგად ისა აღიარებ შენ თავს. მარიკა, ილაპარაკებ იმას, რაც აქამდე კონსტრუქციულად უპასუხე და გამომთავრებინებ ლაპარაკს, ილაპარაკებ იმას, რაც აქამდე იცოდი და ალბათობა იმისა, რომ რამე ახალი გაიგო, ამის ალბათობა ძალიან დაბალი იქნება, ასე რომ თუ შეიძლება დავასრულო. აი, მე რა დაკექილია ეს ბავში, ღმერთო ჩემო. მარიკამ ახალი მიმდინარეობაც დანერგა ფსიქოლოგიაში. მე ვარ მარიკა და ყველაფერი როგორც მე მინდა ისე უნდა იყოს ეს მიმდინარეობა, ეს მარიკას მიმდინარეობა ფსიქოლოგიაში. What the fuck, უპალიკ ფარავდეს მარიკა. ბავში არა ვარ, რავი, სანამ შემოვიდოდი მეუნებოდა რომ 37 წლის კაცი ვიყავი და ეხლა მეუნება 37 წლის კაცი ხარ? არ მithქვავს მე ეგეთი ხო? მე ვთქვი რომ 30 პლუსი ხარ. ეცინა აღმდეგები. ეს შენი აღქმა არის მარიკა არის საყვარელო. მარიკა არის ადამიანი, რომელიც კამერები როდესაც გამართული არის, რადიკალურად განსხვავებული ადამიანია, მაგრამ კამერები როდესაც ჩაერთვება, რადიკალურად განსხვავებული ადამიანია. ბატონო ლორენცო, შენ მოიცადი არა, მე მაგაზე გაჩერდი, ჯერ მითხარი, ის რამდენად შეიძლება ადამიანი იყოს 40, 50, 30 პლუს ადამიანი, მაგრამ იყოს ბავში. მენტალურ, ფსიქოლოგიურ დონეზე. მაგას გეთანხმები, მაგაში გეთანხმები. მე რაში იყო ჩემი საწინააღმდეგობა? სანამ კამერასთან ჩაერთვება. ეხლაც გეტყვი რომ 30 პლუს მამაკაცი ხარ, ეს არ გამორიცხავს იმას რომ ბავში ხარ. არა, უბრალოდ შენი კონტექსტი მარიკა განსხვავებულია. არ განსხვავდება, იგივეა რაც იყო. უბრალოდ საკუთარ თავს ეხლა ეწინააღმდეგე. მოდი დავუბრუნდეთ თემას. მერტო რა სამყაროში ცხოვრობს ეს ბავში? ნუ თემას გადავუხვიო მარიკა. კარგი დავუბრუნდეთ. თემას დავუბრუნდეთ, ერთ ჭრილში ვიყოთ, რადგან შემდეგ აქეთ-იქით არ როგორც სიტყვა, შენ ხარ მამაკაცი და შენ აკონტროლებ ამ კარგია საზღვრებს. რო აღიარებ ამ ყველაფერს. ნუ ხა მამაკაცი რო ხარ, ალბათ საღიარებელი არის. აკონტროლებ ყველაფერს. ნუ ეს შენ გონია და შენს ტერიტორიაზე ვარ, ასე თუ ისე შენ აკონტროლებ კი. მე არ მგონია ეგ ეგრე არის მარიკა. შენს ტერიტორიაზე აკონტროლებ. უფალიქ ფარავდეს სტეიკოლ, დამშვიდი, შეგიძლია წყალი მოსო და დაუბრუნდეთ თემას. ნუ ნერვიულობ. დაუბრუნდეთ თემას, ვიცი სტეიკოლ. ვაიმე რა მოდასტა. დაუბრუნდეთ იმ თემას, რაზედაც საუბრობდით. შენი შეფასებები საკუთარი თავის მიმართ. მოდი სანამ ამ კითხვას დაგისო, მე მინდა შემდეგი კითხვა დაგისო. გაქვს თუ არა რაიმე პლასტიკური ოპერაცია გაკეთებული? იცი რა, დაჟე თუ მქონდეს. ხო, მე ვარ ორი შვილის დედა და მინდა ვთქვა ის რომ გარკვეულ მომენტში ქალს ჭირდება რაღაც გარკვეული პლასტიკური ჩარევები. მაგრამ ისე ვიტყვი იმას რომ მიუხედავად ამისა ხო, მე ასევე არ მქონდა პლასტიკური ოპერაციები, მაგრამ ასევე ძალიან ლამაზი, ძალიან აქტუალური ვიყავი, თუმდაც თუ შევაფასებ ჩემ თავს შენი რაღაც პარამეტრებით ის რომ მამაკაცებმა უნდა მაღიარონ, მამაკაცები სულ მაღიარებდნენ მე. სიმპებზე ხო არ არის საუბარი? შენ იცი რა? სიმპი აუხსნათ ვინ არის? სიმპი ეს არის მამაკაცი, რომელშიც არანაირი ტიპის დომინაცია არ არის და უბრალოდ ყველაფერზე არის თანახმა იმისთვის, რომ ქალის ყურადღება მიიქციოს. რა ტიპის კატეგორია მამაკაცები იყვნენ, რომლებიც შენით ინტერესდებოდნენ? ნუ ჩემი აზრით სავარაუდოდ სოციალურ ქსელებში მჯდომი ადამიანები, რომლებსაც პირადი ცხოვრება არ გააჩნიათ, არიან მარტოსულები და არ ვიცი, უკაცრავად ჩემო მეგობრებო და ეს ყველაფერი ეს პირდაპირი ტოქსიკური გადაცემა არის, შესაბამისად მე ყველაფერს პირდაპირ ვლაპარაკობ. ტიპები, რომლებიც სახლში ზიან და ნასკებში ანძრევენ, მხოლოდ იმიტომ რომ არ ვიცი ცხოვრებაში მეტი არჩევანი არ გააჩნიათ, რომ იმის უნარი არ შეწევთ, რომ ქალთან მივიდნენ და პირდაპირ დაელაპარაკონ, მსგავსი ტიპის მამაკაცების ყურადღებას იქცევს სავარაუდოდ. რატო ფიქრობ ეგრე? ზოგადად მაინტერესებს რაზე არის დაყრდნობილი ახლა შენი აღიარება ამ ფაქტის. სოციალურ ქსელებში აქტიურობით იმ მამაკაცების. მე არ მithქვა ამ სოციალურ ქსელებში აქტიურობით იმ მამაკაცების, რომლებიც ახლოდან არ გიცნობენ და მით უმეტეს შენ მსგავს ტიპის მამაკაცს შანს არასოდეს არ მიცემ, მაგრამ მათ გონიათ, ანუ შენ ეგრე ფიქრობ? შანს არ მიცემ. არა, რა თქმა უნდა, არის გარკვეული პარამეტრები, რის საშუალებითაც, რა თქმა უნდა, მე განვის საზღრავი იმას თუ ვის მივცემ. ან სოციალურ ქსელებში აქტიური მამაკაცები, სოციალურ ქსელებში აქტიური მამაკაცები, რომლებიც შენით ინტერესდებიან. მიცემ თუ არა მსგავსი ტიპის მამაკაც შანს რომ შენთან ურთიერთობა დაიჭიროს. და დიდი ალბათობით რო არა. რატო? იმიტომ რომ მაგაზე ვსაუბრობდი რომ გარკვეული
კრიტერიუმები არსებობს, რის საშუალებითაც მე საზღვროვ იმას, თუ ვისთან შემიძლია, ანუ მინდა, ან ზოგადად ვაპირებ კონტაქტის დაჭერას. ან კონტაქტზე მოსვლას. რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს მამაკაცი, რომ 10-დან 9-ქულიანი ქალბატონი მარიკას ყურადღება მიიქციოს? ნუ მართალი რა გითხრა ჯერ შევჩერდეთ იმაზე რომ ჩემი გამოცდილება და ჩემი ანალიზი არ იყო დაყრდნობილი მხოლოდ სოციალურ ქსელებში, რადგან მე შევეხე უფრო ადრენდელ ასაკსაც, როდესაც პატარობიდან, ნუ ახალგაზრდობიდან ახალგაზრდობიდან ანუ წინაწარსულიდან. წინაწარსულიდან. შორეული წარსულიდან კი ბატონო. ხო, ეხლა არის ჩემი მეორე ახალგაზრდობა, რა იცოდე. მეორე ახალგაზრდობა, ანუ მეორე პრაიმი? მეორე პრაიმი, ხო. მეორე პრაიმი როდის იწყება ქალისთვის, როგორ ფიქრობ? ვფიქრობ, რომ მაშინ, როდესაც განკურნას გაივლის და თვითშეფასებას საკუთარ თავზე დაყრდნობით ააშენებს. აიმე. როგორ უკაცრავად? თავიდან თუ შეიძლება? ცოტა გესმის შვილო. არა, შხრიალებს, იმიტომ რომ წეგან 10-დან 9 ქულა რო თქვი, მომცელე და ჩემი ტვინის რეცეპტორები არ ვიცი გადარჩენისთვის იბრძოდნენ და ეხლაც იბრძვიან და ეხლა მაინტერესებს. შენერი მამაკაცების შეფასება ზოგადად საერთოდ არ მაინტერესებს. ეხლა მაინტერესებს ესეთი რაღაც, რაც წეგან ახსენე, თუ შეიძლება კიდევ გაიმეორო. აუ დამავიწყდა და თუ შეიძლება უყურე მე და ისევ განახე. დაგავიწყდა, ეგეთი დაბნეული ხარ, მარიკა, რომ რაღაცები ძალიან დაბნეული ვარ, ხო. შენაირ ვარსკვლავ მამაკაცებს ზოგადად ჩვეულებრივ ცხოვრებაში ძალიან იშვიათად ხედავ. ვარსკვლავები დაბლავარდებიან, მე ვარსკვლავი. ხო, კომენტა. ანუ რისი თქმა მინდა ლორენცო, ნახე, რისი თქმა მინდა მამაკაცები არის როგორც სიმპათიურები, ასევე ჭკვიანები და ასევე წარმატებულები, ბევრი მამაკაცი მინახავს ეგეთ. რა კრიტერიუმებს უნდა იმის თქმა მინდა, მაგასაც დაუბრუნდები. რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს მამაკაცი მარიკა? რა თქმა უნდა, შენი 10-დან 9-ქულიანი 10-დან და ისიც ცოტა ჩამოუწია თვით შეფასება, რადგან ჩემი თავი ცოტა თავდაბალი გამაჩნია. ანუ 10-დან 10 ხარ, შენ ამას იძახი, რომ 10-დან 10 ხარ. ფაქტობრივად ზოგიერთებისთვის კი, მაგალითად ჩემთვის კი 10-დან 10 ვარ. ნუ ეხლა შეიძლება რაღაცებს დავაკორექტირებდი, მაგრამ ისეთი არა რომ ეხლა არ ვთქვა რომ 10-დან 10 ვარ, ხვდები? კი, ჩემთვის 10-დან 10 ვარ, ლორენცო. შენთვის რამდენი ხარ? ეს მეორე ჩეხოვის პაუზა არის ჩემო ძირფასი, იმიტომ რომ მეორეჯერ ჩავარდი უკვე შოქში და მეორეჯერ ავიკიდე ტრამვა, რომელიც ცხოვრებისეული რა მეორეჯერ შვილო სულ პატარობიდან დატრამული ხარ. მარიკა, რომელიც იძახის ესეთ რაღაცას, რომ მეორე პრაიმში არის უკვე. ხო, არა. და 10-დან 10 არის, უბრალოდ ძალიან თავმდაბალი ადამიანი გახლავთ, ქალბატონი მარიკა. 10-დან 9-ზე იმიტომ გვეუბნება, რომ თავმდაბალი ადამიანი არის. თუ შეიძლება ქალბატონი მარიკა ფეხზე წამოდგეთ. არ ვაპირებ. შეურაცხყოფა არის. ვისთვის უნდა წამოვდგე ფეხზე მითხარი? საზოგადოებას დავანახოთ, ჩემო ძირფასო მეგობრებო, მე ვთვლი 10-დან 9 ქულა რას ნიშნავს? დაიხილო საქართველო. შენ რა ვერ დაიხილო საქართველო, ჩემო ძირფასო მეგობრებო. ადამიანებმა, რომლებმაც არ იცით რას ნიშნავს 10-დან 9 ქულა ქალი დაიხილო საქართველო. დღეს Stay Cold გადაცემაში, რომელიც მიყავს ბატონ აურას, თქვენ გეძლევათ იმის შესაძლებლობა, რომ იხილოთ ეს ყველაფერი და ეს ხდება საქართველოში პირველად. ასე რომ ვთხოვოთ ქალბატონ მარიკას, AKA 10-დან 10 ქულას, რომ განახოს რას ნიშნავს იყო 10-დან 10 ქალი. მე ვფიქრობ, რომ იმისათვის რომ განახვე. შენ იმდენად არ ახარ თავდაჯერებული. საკმარისი არის ის მონაცემები, რაც უკვე ჩანს, რო იცოდე. რა მონაცემები ჩანს და რაც მთავარია ქალში ის ჩანს. ნარცისისტული აშლილობა და დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ, იმიტომ რომ მე ყველაზე ლამაზი ქალები, რომლებიც მინახია ვისთან ურთიერთობა მქონია, რომლებიც ეხლა მოიცადე შევაჩეროთ ყველანაირი ტიპის მოდელურ პარადიგმას. ეხლა მომიწმინე შენ თუ გინდა იმ ნარცისისტული დამოკიდებულება არა მომიწმინე თავის მიმართ, რომელიც შენ გაგაჩნია მარიკა. შენ თუ გინდა რომ გადაცემა არ ვაპირებ შენ თუ გინდა რომ გადაცემა წავიყვანოთ ეხლა ისე რომ შენ ვითომ ტიმინაზის პრაჟარივა შასე არ გამოგივა. აგრუზინსკი ბაჟალოსტა. შენ თუ გინდა ეხლა რაღაცნაირად აგრუზინსკი ბაჟალოსტა. არა მომისმინე არ გამოვა ეგრე შენ თუ გინდა რაღაცნაირად Кинокомпания Walt Disney Pictures представляет в главных ролях Марика. Серьезно შეიძლება აღესახმე პროდიუსერში თქვენ გეცაუბროთ ამის მაგივრად. მაშინ გეუბნებით რომ შენ თუ გინდა არ მათქმევიო არაფერი შენ თქვი მაღალ ინტელექტუალურ დონეზე მე არ 10-დან 10 ქულა რატომ უნდა იყვირო 10-დან 10 ქულას როდესაც მეუბნები რომ ხარ
რის საფუძველზე ხარ 10-დან 10 და შევწუხდი გეუბნები შენ მე არ მათქმევია ჩემი პირადი მას ხარ გადავიღებ შენ ეხლა ისეთ ფორმატს ახდენ რომ გინდა უბრალოდ შენი საუბრო შენ შეურაცხყოფები მომაყენო ეგ არ არის ნახე არ გაყენებ მე რაციონალურად ანუ ტოქსიკურობა კომენტარებში დავწეროთ კარგი მე ამ თემას არ გავაგრძელებ მე ამ თემას არ გავაგრძელებ მე შენთან ვცდილობ რაციონალური ადამიანური საუბარი გავმართო მე შენთან ვცდილობ რაციონალური გეკითხები რას ნიშნავს ადექი და მე რა გინდა ხარ რომ ავდგე და დავტრიალდი აქ შენ წინ შენ ჯერთიც ვინ ხარ რომ შენ წინ დავტრიალდი რომ შემაფასო არ საზოგადოების წინ არ ვაპირებ დატრიალებას ხდები ისე გეუბნები ჩემი შინაგანი აღიარების საფუძველზეა შენ ხა გინდა მე ემოციებზე გამომიწვიო რომ დავიწყო ყვირილი ეგრე არ გამოვა თუ გინდა მეც ვისაუბრებ პარალელურად მე კი მეცინებოდა თავიდან შენს ისა აქტიორობაზე მაგრამ საზღვრები აქვს ყველაფერს ჩემი შეფასება არ არის საზოგადოებაზე არ არის არ მაინტერესებს ჩემს შინაგან მდგომარეობის საფუძველზე რეალისტური სამყარო არის შენი აზრით ისეთი სამყარო სადაც ლორენცო რომელიც არაფერს არ წარმოადგენს ლორენცო რომელიც არაფერს არ წარმოადგენს შემაფასოს მე ანუ ქალი არაფერი არ არის მანამ სანამ მამაკაცი არ შეაფასებს ეს არის მონური აზროვნება არავინ არც ერთმა ქალმა არ მივიდეს იმ დონემდე რომ თავი შეაფასებიოს რომელიღაცა საერთოდ კაცს ხვდებით არ არსებობს ჩემი შინაგანი შეფასების კაროჩე მე ახლა ვიფიქრე და მივედი იმას რამე რომ მე კი არ მყავს შეყვარებული ხალხო ეს შეყვარებულს არ უყავარ მე ფუძველია თქვენ რომ მამაკაც მისცეთ მეც დამცხა მაგრამ სიცილისგან შეხედეთ ვეღარ უძლებ და უკვე ფეხზე წამოვდექი და არ ვიცი პიჯაკი გავიხედე ვინმე ცეცხლმაქრი არა გაქვს რომ შემომიტანო მე შემიძლია წყალი შეგასხა მომენტში თუ დამჭირდება ანუ რისი თქმა უნდა ვინმე ცეცხლმაქრი არა აქვს რომ შემომიტანოს იმიტომ რომ დამცხა ზედმეტად არ ვიცი ცეცხლი არის ეს ადამიანი ანუ არასოდეს არ ჩახვიდეთ იმ დონემდე რომ ვიღაცამ შეგაფასონ მით უმეტესად იმ მამაკაცებმა რომელმაც თქვენ თავში ავტორიტეტი ვერ მოიპოვა ჩემი აზრით იმისათვის რომ მამაკაცმა რამე მნიშვნელოვანი თქვას თქვენთვის ანუ რამე კორექცია მოახდინოს თქვენ ცხოვრებაზე თქვენს რავი გარეგნობაზე მაგისათვის გარკვეული ავტორიტეტი სჭირდება თქვენ ცხოვრებისთვის თან აქ ნათქვამი მარიკას რომ მე ვარ ფსიქოლოგთან ვიყავიო მისულიო ან წარმოიდგინე ესეთი რაღაცა რომ მარიკა არის 8 ფსიქოლოგთან ნამყოფი და 8-ზე იძახის რომ ყველა გამოსირებული იყო. ანუ 8 ფსიქოლოგთან მივიდა და 8 ფსიქოლოგმა არ უთხრა ის ყველაფერი რაც მარიკას აწყობდა და მარიკა იმათ ეუბნება რომ ისინი გიჟები არიან და თვითონ ყველაფერი იდეალურად აქვს. მარიკა ახალი მიმდინარეობაც დანერგა ფსიქოლოგიაში. მე ვარ მარიკა და ყველაფერი როგორც მე მინდა ისე უნდა იყოს ეს მიმდინარეობა ეს მარიკას მიმდინარეობა იმისათვის რომ იყვნენ საკმარისი ეგეთი ქალის გვერდით დგომით ანუ იმის მაგივრად კაც რომ არ აქვს იმის თავი და იმის საშუალება რომ გაიზარდოს ქალამდე მაგისათვის რომ მიწვდეს ქალის დონემდე ქალის დონეს წელს ძირს თვითონ კი არ იზრდება რო არ შეუძლია არამედ ქალისთვის შეფასებას წელს ძირს ქალის დონე უფრო მაღალი არის სოციუმში, როდესაც ის ზოგადად მამაკაცები იმდენად ცხოვრობენ ეგოში, რომ რა თქმა უნდა ეს ეგოს დასაკმაყოფილებელი. კი, მაგრამ მამაკაცების ეგო ცოტა სხვანაირად არის აყენებული. თავხე აშენებული. მამაკაცის ეგო ცოტა სხვანაირად არის აშენებული. ანუ იმის მე არ ვიცი მარიკა აყენებული რა და როგორ არის, მაგრამ გეუნები, ანუ ეგო ყველას გააშნია, მე ხნე? ეგო ყველას გააშნია. ზოგიერთებს აყენებული მხოლოდ ერთი რამ აქვს, ლორენცო და სხვა მამაკაცებს ბევრი რამ აქვს. აყენებულიც და აშენებულიც. ანუ შენ რა იცი მარიკა ესეთი რაღაცები ვის აქვს აყენებული ვის აქვს დაყენებული ანუ ძალიან ისეთი თემები არის მარიკა რაზედაც ამ გადაცემაში მე ვცდილობ რომ შევინარჩუნო რაციონალურობა და უბრალოდ ეს რაღაცებს არ შევეხო თუდად ცდილობს საყვარელო ჩემი შენ საყვარელი არა ვარ ამას უკვე მიათებდი იმიტომ რომ არ გაგიმართლა არ ვარ შენი საყვარელი მაგრამ როდესაც მე ნებისმიერი ტიპის კითხვას ვუსმევ მარიკას მარიკა ამ კითხვების გაურბის და ეგრევე თავდაცვის რეჟიმზე გადადის. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ მარიკა თავდაჯერებულს თამაშობს ძალიან ცუდად.
სიტყვა მინდა ლორენცო. ანუ ეს ინტერვიუ არ არის, როგორც მე მივხვდი. ინტერვიუ არის მარიკა. უბრალოდ შენ არ ვცდილობ გამომყვე მარიკა. მე ვცდილობ შენთან რაციონალური საუბარი გავამართო მარიკა. კითხობს გისო, ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლა ხალხმა. როგორც მე მივხვდი, ეს ინტერვიუ არ არის და შენ მამაკაცებს მე მივცემ ჩემ თავს ხალხო იმის უფლებას, რომ როგორც გადავწყვიტავ, ისეთი პასუხები გავცე. კი ბატონო, ისეთი დონეშები ადაპტირება მოახდინო სიტუაციასთან. უნდა იყო პირდაპირ, რადგან ჩემმა რეალურმა მაყურებელმა მიხარია რომ მასწავლე, მაგრამ ისი თქმა მინდა. შენ თქვი რომ მაღალი ინტელექტუალური, შენ მითხარი რომ მაღალი ინტელექტუალური ის იქნებაო შეჯახება, მაგრამ ეს უბრალოდ ფაქტობრივად არ არის ეგრე და ანუ იმიტომ ვამბობ ადაპტაციას შენ უბრალოდ კითხავს თავს არიგებ მარიკა. აუ ეს იქნება ბაზარი, შენც არ გამოგადგება. მოდი ერთმანეთს მივცეთ იმის საშუალება რომ ვისაუბროთ. კი ბატონო, მე შენ გიპასუხე და შენ არ გესმის, ალბათ ძალიან ნერვიულობ, ძალიან მე ბევრს თამაშობ და ამ თამაში არ გესმის პასუხები და ზოგადად ინტერვიურერს უნდა ესმოდეს პასუხებიც. რისი თქმა მინდა გითხარი რომ ჩემი შეფასება დაყრდნობილი არის პირველ რიგში ჩემს თავზე და საზოგადოება ვერასოდეს ვერ შემაფასებს, იმიტომ რომ ჩემს შეიძლება შემაფასოს მისცეს თავისუფლება რომ თავის თავს მისცეს იმის უფლება რომ შემაფასოს მართლა ეგრეა რომ ეხა ჩვენ წყვიტავთ იმას რაში შევყოთ თავით რაში არა ისე თქვა მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩემი თვით შეფასება არის აწყობილი საზოგადოებრივ აზრზე ან არის აწყობილი შენაირ მამაკაცებზე ან ზოგადად წესიერ მამაკაცებზე შესაბამის დონეს წარმატებულ მამაკაცებზე იცი რა არა გათხოვება არ მინდა მაგრამ ანუ ეს მიზანი არ მაქვს გათხოვების მაგრამ თუ იქნება ის ჩემი soulmate მე soulmate ველოდებ ეხლა მე აგიხსნე ანუ soulmate-ი რაც გულისხმობს მარიკა ანუ მარტივი არის მარტივად შეგვიძლია გადავთანხმო soulmate-ი ანუ მამაკაცი რომელიც თვეში გამოიმუშავებს 50000 100000 მე soulmate ველოდები რო იცოდეთ ხო soulmate მიხედეთ ხო ლორენცო არ გვინდა არა დაიდოვეთ არ გვინდა ხო ლორენცო ანუ მნიშვნელობა არ აქვს. პირველ რიგში ეს თვით შეფასება არის აწყობილი ჩემს თავზე მეთქი და ზუსტად ამიტომ პასუხისმგებლობა, საფუძველი, საძირკველი არის ჩემში. ამიტომ გასაგებია, მაშინ კითხვა არის შემდეგნაირი. ადამიანი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებს, მენტალური და ფსიქიკური პრობლემები აწუხებს. შენ თუ ყველაფერი მასე მენტალურ და ფსიქოლოგიურ პრობლემამდე მიიყვანო, ეს არის მოქმედებს. შეიძლება დავასრულებ, მე წინადადება არ დამისრულებია და შენ მაწყვეტინებ საუბარს, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს და ამყარებს იმ არგუმენტს, რომ შენ უბრალოდ კითხვებს თავს არიდებ. თუ შეიძლება დავასრულებ. აი, იყოს შენი გადმოსახედი იყოს ეგრე. ვარიდებ თავს პასუხებს. ადამიანი, რომელსაც გააჩნია მენტალური და ფსიქოლოგიური პრობლემები, ადამიანი რომელიც საკუთარ თავზე პასუხისგებლობას არ იღებს ეს ხეულის ენა კიდევ ერთხელ ამტკიცებს ნარცისისტულ დამოკიდებულებებს საკუთარ ხო ლორენცო თავის მიმართ ეს შენ ზოგადად ძალიან იშვიათად გინახია ეგეთი ხეულის ენა ქალების შორის მე ვაჟიშვილი ვარ ხო და ქალებს არ უყურებ მე არა ვაჟიშვილი გეტყობა ვაჟიშვილი რო ხარ იცი კი ბატონო სახლის სამსახური აღსარება ზიარება ისე ზოგადად რო იცოდე ისა რა ქალთან თუ არ ქონდა ურთიერთობა ეს არ ნიშნავს რომ ვაჟიშვილი ხარ ხო ხდები კი ბატონო სხვა ოფციებიც არ მარტო კი ბატონო ჩემო ძვირფასო მეგობრებო მარიკამ ეხლა სწორედ აღნიშნა თუ ჩემ ხელს კარგად დავაკვირდებით აუ კარგი რა რაღაც ფუფს არ უნდა იცახდეს მარიკა იმიტომ რომ მარიკაზე მე საიდუმლო მაქვს როდესაც მე მარიკას მანქანაში ჩავჯექი ჰოისაოცრებო იქ დავინახე სასწაული, რომელსაც ეხლა ვერ ვიტყვი, შემოძირფასო. რა დებილობებს იძახი ვერ ეხლა ვერ ძალიან კარგად ხდები, რა ის თქმაც მინდა, მაგრამ stay fucking cold. რაც შეეხება, მოდი ამ ყველაფერს დავუბრუნდეთ ეხლა. კიდევ ერთხელ, ოღონდ თავი არ ავარიდოთ და შეიცადე რაციონალური პასუხი გამცე. ადამიანი, რომელსაც აქვს მენტალური, ფსიქიკური პრობლემები და ეს ადამიანი დერეალიზებულ სამყაროში ცხოვრობს, რომელიც საკუთარ თავს 10-დან 10 ქულაზე აფასებს. საზოგადოების შეფასებით ეს ყველაფერი როგორ შეიძლება გამოჩნდეს. ეს ადამიანი არის მენტალურად და ფსიქოლოგიურად დაავადებული, რომელიც რეალურ სამყაროში არ ცხოვრობს,
თუ ეს ადამიანი უბრალოდ სამკურნალო არის, როგორ ფიქრობ? ვფიქრობ, რომ ალბათ კი უნდა გადაწყვიტოს ფსიქოლოგმა სამკურნალო არის თუ არა და მაგ შემთხვევაში თუ ეგეთი რამ ჭირს ადამიანს, ანუ რამოდენიმე ნიშანი მინდა აღვნიშნო, აქ ხვდები? მაგ შემთხვევაში ადამიანი იქცევა ზეემოციურად. გადმოცემს თავის აზრებს დიდი ჟესტიკულაციებით, ხმას. ეგ შეიძლება სხეულის ენაც იყოს და შეიძლება ადამიანი უბრალოდ დემონსტრაციას. ადგილზე ვერ ჯდება წესიერად ხტება, რავი, ესე იგი სხეულს შლის, ხელებს შლის იმისათვის რომ აი დამინახეთ აქვა. სხეულის ენა ყველას ერთი და იგივე არ აქვს, მოდი ეს ფაქტიც აღვნიშნოთ. სხეულის ენა ხო, ყველას ერთი და მოიცადე, იგივე არ დამიმთავრებია. ზოგ შეიძლება გახსნილი ქონდეს, რაც პირდაპირ მიუთითებს იმას, რომ საკუთარ თავს კომფორტულად გრძნობს საკუთარ სხეულში და ადამიანები, რომლებიც უბრალოდ ეს ეზიან, ამ მსგავსი ტიპის სხეულის ენით გამოირჩევიან, მით უმეტეს როდესაც სოციუმში გადიან და შეიძლება ეგრე იყოს და შეიძლება არა. ხო, ლორენცო, მაგრამ შეიძლება არა. ალბათობით მე იგივე ალბათობის თეორია შენ მოიყვანე, მაშინ როდესაც თქვი ისა ფსიქოლოგიურ დაავადებაზე თვით შეფასებასთან დაკავშირებით. საკუთარ თავს აფასებ შენ ეხლა ხო რა თქმა მე უნდა. რომ ვიღაცამ შემეკითხო საკუთარ თავს როგორ შეაფასებო, ხო? აი გულწრფელად ვიძახი, შემოძირფოს ტელემაყურებლებო, არ ვიცი, ვინც გვიყურებთ ეხლა. 10-დან 7 ქულაზე მეც არც ხარ 10-დან 7 ქულაზე მეძე შესაძაფებელი და ზოგადად 7-იც ძალიან ბევრია. 10-დან 7 ქულაზე მეც ვერ შევაფასებ, იმიტომ რომ მე რეალურ სამყაროში ვცხოვრობ. შენ უბრალოდ ხარ, აი როგორ შენ რატო გონია რომ შენ თუ შეაფასე? არა, რატო გონია რომ შენ თუ შეაფასე? შენ ფუნქციონალში 10-დან 1-დან შენ თუ აბალიანი შეაფასე, მოიცადე? მე გეტყვი, რატო ჩემი ფიქრობ რომ ჩემთვის ეხლა შენ ჩემთვის შენ არ ხარ 3-10-დან ხვდები? ანუ ისიც 3 მოგეცი, იმიტომ რომ რაღაცნაირად ძალიან მესაყვარლები როგორც არსება. მაგრამ კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ამას იძახის ფემინისტი ხალი, რომელსაც რაციონალური აგრესია გააჩნია მამაკაცების მიმართ, თუ მის სოციალურ ქსელებს გადავხედავთ, ეს ყველაფერი ნათლად ჩანს, კაცმოძულებაც მომაწერა. კი, ყველა მიცი სოციალურ ქსელებში, როდესაც გეთქვებიან, რომ კაცმოძულება. მართალი გითხრა, იგივე მამაკაცები ძალიან ხშირად შემოდიან ჩემთან ლაივებში. ვინ, სიმპები, რომლებიც გიწერენ. სიმპებია. ისე ლორენცო მართალი რომ გითხრა ჩემი აზრით სიმპები უფრო ის მამაკაცები არიან რომლებიც თავის ეგოს იკმაყოფილებენ ზუსტად ქალის ესე იგიც მანიპულაციების და ქალის ამაზე შეიძლება მსგავსი დაუნაწილებლობა ილაპარაკო და სოციალურ ქსელებში ვიღაცებს მოძღვრავდა, როდესაც ფსიქოლოგიის გაგებაში არა ხარ. სიმპი ეს არის სლენგი, ანუ მამაკაცის არქეტიპი, ანუ ტიპი არის, რომელიც საკუთარ ღირსებაზე, საკუთარ არ ვიცი, ჰობზე, ყველაფერზე უარს იძახის, მხოლოდ იმიტომ, რომ ქალმა ყურადღება მიაქციოს. ანუ სიმპები არ გამოირჩევიან მანიპულაციებით, არ გამოირჩევიან იმით, რომ ქალის თვით შეფასებას აგდებენ. ეს ყველაფერი უფრო bad boys არქეტიპს, მამაკაცის არქეტიპს შეგვიძლია მივაწეროთ. სიმპი ეს არის მამაკაცი, რომელიც გამოირჩევა დიდი ფლიზინგით, ანუ ფლიზინგი ნიშნავს იმას, რომ ყველაფერზე არის წამსვლელი, ოღონდ ქალმა დადებითი შეფასება გაუკეთოს. ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გააკეთოს ის, რაც ქალს მოწონს. ანუ მიხვდით რაც გულისხმობ. ანუ სიმპი მამაკაცის ტიპი ნიშნავს და პირდაპირ დაკავშირებული არის იმასთან, რომ აკეთებს იმას, რაც ქალს უნდა. და ქალი მსგავს ტიპის მამაკაცს პატივს არ ცემს და არასოდეს არ ეკუბება მისგან. მარიკა რასაც იძახის, არის სისულელე. საშუაობი. ქალი არ მანიპულირებს მამაკაცზე? მოიცადე ჯერ იმ თემაში ჩავჭრით და მე გადმოვიდეთ მაგ თემაზე. ანუ ჩემი აზრით სიმპები არიან ზუსტად ის მამაკაცები, რომლებსაც ატრეგირებს ლამაზი, ჭკვიანი, ძლიერი ქალი. ხვდები და ზოგადად როდესაც სიმპი არის მამაკაცი, ჩემო ძვირფასო მეგობრებო. აი ეგ არის ეს მამაკაცები. ფსიქოლოგიის წიგნი აიღეთ და ზოგადად, არ ვიცი, კარლ იუნგის არქეტიპები. ისე შენც რო აგიღო ცოტა ფსიქოლოგიის წიგნები, კარგი იქნებოდა. ფსიქოლოგიის წიგნი რომ აქვს ბევრი აღებული ხელში და ნაკითხი რო ვარ, ეს ყველაფერი უბრალოდ საშუალებას არ მაძლევს, რომ იმ ტიპის სისულელეები, რა ტიპის სისულელეებზეც ეხლა ლაპარაკობ, ამ ყველაფერზე უბრალოდ გავჩუმდე და თავი დაგიქნიო. სიმპი არის მამაკაცი. მქონია რომ შენი თავი მაგაქვს ეხლა ჭკვიანურად, მაგრამ თუ არ დააჭრი, მე საკუთარი თავი ჭკვიანად არ მომაქვს. სიმპი არის, თუ შეიძლება დავასრულებ მარიკა, სიმპი არის მამაკაცი, რომელიც ნებისმიერი ყველა ტიპით თანახმა არის. ქალის ყურადღება მიიქციოს. ეს არის მამაკაცი, რომელიც ვარდებით დარბის. ეს არის მამაკაცი, რომელიც არ ვიცი, ცდილობს საჩუქრები აჩუქოს. ეს არის მამაკაცი, რომელიც ყველაფერს დავასრულებ თუ შეიძლება. ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქალის ყურადღება მიიქციოს და საკუთარ თავზე იძახის უარს. მაშინ, როდესაც ჩვენ შეგვიძლია პარალელი გავალოთ მანიპულაციებზე, ხო? და მანიპულატორ მამაკაცზე, რომელიც სიმპის ოპოზიტი არის, იქიდან გამომდინარე, რომ სიმპმა მსგავსი ტიპის ქცევები ქალთან ურთიერთობაში, როდესაც ის ცდილობს ქალთან
ურთიერთობა დაიახლოვოს ასე შემდეგ, ესეთ რაღაცას არ აკეთებს. ეხლა საკუთარი თავის წინააღმდეგობაში შენ თვითონვე მოხვედი. შენი აზრით მაინტერესებს, ანუ ჯერ ერთიც მინდა რომ დავაზუსტო. შენი აზრით სიმპი არის მამაკაცი, რომელიც დასდევს ქალს ვარდებით და თავის თავზე უარს ამბობს, ხო? და შეიძლება რომ მამაკაცმა არ ზიოს ქალებს. ნახე, ეს ცოტა სხვა რამ არის, ხო ხდები? არ არის სხვა რამ, სიმპი არის მამაკაცი, რომელშიც არანაირი ტიპის დომინაცია არ არის და საკუთარ თავზე უარს ამბობს. მე უბრალოდ მაგალითად მოვიყვანე საჩუქრები. ანუ ჩემი აზრით აქ დავაფიქსირებ ჩემს აზრს. ანუ ჩემი აზრით საკუთარ თავზე უარის თქმა და ქალზე მოვლა, ყვავილების ჩუქნება, დროს გამოყოფა და ასე შემდეგ, ეს ერთმანეთს არ ემთხვევა, ნუ გამორიცხავ იმას თუ მამაკაც რომ უყვარს თავის თავი, ესე იგი ქალს არ მოუვლის მამაკაცი, რომელიც საკუთარ თავზე უარს იძახის, მეგეთი რაღაცა დასდევს ქალებსო. ეჭვი მაქვს რომ გაიაზრა ეხა ის ყველაფერი რომ რაც უთხარი და არგუმენტები და ფაქტები დაუდე რომ სისულელეს ლაპარაკობდა და ეხლა საკუთარი თავი რომ გაამართლოს უფრო დიდ სისულელეს იძახის, იმიტომ რომ აბრალებს იმ ყველაფერს რაც არ მithქვია. ანუ წარმოიდგინე ესეთი რაღაცა რომ ეს ადამიანი რჩევებს აძლევს ან შენ შეყვარებულს ან იმ გოგოს რომელსაც ეხლა მართლა სერიოზულად მენტალური პრობლემები აქვს და დახმარება ჭირდება ურთიერთობაში. რამდენი ადამიანის ცხოვრება შეიძლება დაანგრიოს მსგავსი ტიპის გამონათლებელმა ადამიანმა, რომელიც სისულელეს ლაპარაკობს, მე მაბრალებს იმას რაც არ მithქვია და ეს ადამიანი სოციალურ ქსელებში ზის და ვიღაცებს მოძღვრავს, ანუ what the fuck. მამაკაცი რომელიც საკუთარ ჩაჭერი ეს მე და დადგი როგორ თქვა? მამაკაცი რომელიც საკუთარ თავზე თუ შეიძლება დავასრულო. წერან თქვი ეგ. მამაკაცი რომელიც საკუთარ თავზე უარს იძახის და ცდილობს საჩუქრებით ძვირიანი საჩუქრებით ასე შემდეგ 24/7-ზე იყოს ქალთან მხოლოდ იმიტომ რომ ქალმა ყურადღება მიიქციოს, ქალის ყურადღება მიიქციოს უკაცრავად. მსგავსი ტიპის მამაკაცს საკუთარი თავი არ უყვარს. რატო ფიქრობ რომ მაგ შემთხვევაში მასეთი მოქცევებით მამაკაცი ყურადღების მოპოვებას ცდილობს და არა თავისი სიმპათიის გამოხატვას ქალთან. სოციალურ ქსელებში რამდენი არის ისეთი მამაკაცი რომელიც შენი ყურადღების მიქცევას ცდილობს და ეს ყველაფერი შეიძლება არა ეს მოიცადე სოციალურ ქსელებით ნუ შევიფარგლებით ზოგადად ცხოვრებაზე ამ რეალობაში სადაც ლორენცო მე არ ვარ marketplace-ზე, სადაც marketplace-ზე, როდესაც დღევანდელ მამაკაცს, რომელიც სახში ზის, არჩევანი არ აქვს და რატო შენი აზრით უამრავი ტიპის არჩევანი და მან არ იცის რა ტიპით დაიჭიროს ქალთან ურთიერთობა, იმიტომ რომ დღეს მამაკაცების უმეტესობა, კი ბატონო, ყველაზე არ მაქვს საუბარი, არსებობს ღირსეული ადამიანები, ღირსეული მამაკაცები, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანი არის სარწმუნოება, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანი არის ღირსება და საკუთარ თავზე უარს არ ამბობენ ქალის გულისთვის. ანუ რადიკალიზმში ნუ გადადიხარ. საკუთარ თავზე უარის თქმა და ქალისთვის სიმპათიის გამოჩვენება ეს სხვა რამ არის. რას ნიშნავს? მე დავაზუსტე ეს. ანუ შენ ხარ ტრავმირებული, რა დავაზუსტე. შენ შეიძლება მასე საკუთარი შენ შეიძლება მასე საკუთარი თავზე უარის თქმაზე აღიარო ნებისმიერი მოვლენა. მაგალითად, მე ყვავილები ვაჩუქე გოგოს, ესე იგი საკუთარ თავზე უარი ვთქვი? აი რა ლოგიკის კანონები ეს კაცი ფსიქოლოგიაში არ შემიძლია ლოგიკის კანონები უნდა მოვიშორიოთ აუცილებლად ჩემო ძვირფასო მეგობრებო ანუ ეს ადამიანი რა კითხავს არა რატო არ მინდა არა მინდა როგორ არ მინდა მე მინდა ლოგიკის კანონები მე მინდა ლოგიკის კანონები შენ თუ მოგწონს აი როგორ გამოხატავ ამას ეს არის უკვე შიში კითხვა დამისვა იმიტომ რომ რადიკალურად განსხვავებული კითხვა დამისვა ეხლა ლოგიკის კანონებთან ვართ. ეხლა და შენ აუცილებლად უნდა გამცე პასუხი. რაც მიუთითებს იმას. კიდევ ერთხელ ვიზახი. მამაკაცი, რომელიც საკუთარ თავზე უარს იძახის. ხო. აბა, კარგია, მაინტერესებს რა სიტყვი თქვი აბა. არა, წეგან გავიმეორე ეს ყველაფერი და რაღაც სისულელი ისწავლე. ლამის მესამედ გავაკეთე აი ესეთ მდგომარეობაში შეხოვის პაუზა. გეკითხები და ხას დასდევსო იმ მამაკაცი, რომელიც საკუთარ თავზე კიდევ ერთხელ ვიზახი. უარს იძახის და მთელი მისი ცხოვრებისეული არ ვიცი აზრი ეს არის მარტო მისი ქალი, არა მისი კარიერა, არა მისი ბიზნესი, არა მისი ჰობი, არა მისი ღირსება, ასე შემდეგ ის რომ საკუთარ თავზე იძრუნოს და პასუხისგებლობა აიღოს, კიდევ ერთხელ ვიძახი. მსგავსი ტიპის ქალი არასოდეს არ დაინტერესდება ამ მამაკაცით, ეს ერთი და მეორე. ეს მამაკაცები, რომლებიც ესე იქცევიან, მთელი ცხოვრება ყველაფერი ფეხებზე კიდია და მხოლოდ ეს ერთი კონკრეტული ქალი უნდა სადაც იდეალისტური დამოკიდებულებები და შთაბეჭდილებები აქვს ჩართული. გელოპარაკები მარიკა და ტელეფონში ხარ. შენ ახლა მაინც შენ გაჩვენებენ. ანუ აი რა ხდება ბოიშვილი ვიყო.
კარლი უნგი ხა საფლავში ტრიალებს და იქიდან ყვირის რა ხდება ჩემი დედა შემეწია. გასაგებია შენ ამბობ იმ მარიკა, მე მამაკაცებზე. გელაპარაკები და შენ ტელეფონში ხარ. შენ ახლა ამბობ იმ მამაკაცებზე. ვაიმე, შენ უმასწავლის რდილობას. ანუ გელაპარაკები, იცი რომ ბავშვები პოდკასტში- უნდა ვნახო და შენი ბატონო, პოდკასტი თუ არ ბავშვებზე მაინტერესებს არის თუ ხო და საუბარი, ნუ კი, მასწავლი ბატონო, ხომ მე რა თქმა პრიორიტეტები როგორ უნდა დავაყენო. კი, ბატონო, თუ ბავშვებზე ბავშვებზე თავარი არის არაფერი არ საუბარი. არის მნიშვნელოვანი. ანუ რისით ხმა მინდა შენი ბავშვებმა აზრით არიცოდნენ პოდკასტში რომ მოდიოდი? არა აქვს მნიშვნელობა, მე უნდა ძალიან ჩემი კაი რაღაცა არის, გავაკონტროლო და აუცილებელი მაგაში შენ არის. უჯრები შენი საქმე მაგას- არ არის ეგ მაგას საერთოდ. ვაფასებ, მარიკა. ნუ ხარ შენი იგი. დაფასება არ მჭირდება. თავდაცვის არა ვარ რეჟიმში, თავდაცვის მარიკა, ნუ ხარ. რეჟიმში. მე რისით გეუბნები, ხმა ეხლა მინდა? კომპლიმენტი გაგიგებ შენი მარიკა, რომ აზრით- მე მიხარია თუ ესეთი დედა ხარ. აი, მიხარია მე შენი რომელიც- კომპლიმენტი. ხო და შენი აზრი არ მაინტერესებს. გინდა ვიხტუნო შენს კომპლიმენტზე. 30 წამით უკან რო გადავახვიო, რა გვითხრა ეხა მარიკამ და რას მეუნება 30 წამის მერე. ხო, ანუ ნუ ხარ რისით ხმა თავდაცვის მინდა? რეჟიმში, მარიკა. რისით ხმა მინდა? ანუ შენი აზრით სიმპი არის მამაკაცი, რომელიც უარს ამბობს თავის თავზე, ხო? ანუ შენ მინდა რომ კარგად გაუხსნა ხალხს, რას გულისხმობს სიმპებს და თუ გამორიცხავს სიმპობა, ქალზე მოვლის პროცესს. ან თუ არ გამორიცხავს, ანუ ეს მინდა რომ აღნიშნო. კიდევ ერთხელ აღნიშნე და კიდევ ერთხელ მაშინ ისიც თქვი, რას წარმოადგენს არასიმპი მამაკაცი ქალთან მიმართულებაში. მამაკაც, რომელსაც გააჩნია ღირსება, მამაკაცი, რომელიც პასუხისგებლობას იღებს საკუთარ თავზე ემოციურად, ფსიქოლოგიურად, ფინანსურად და ის არის თავდაჯერებული იმისთვის, რომ ქალი ურთიერთობაში შემოიყვანოს და პასუხისგებლობა შემდეგ ქალზეც აიღოს, ეს მამაკაცი არის რეალური ნამდვილი მამაკაცი. როგორ გამოხატავს მაგას ქალის მოდი ახლა ქალის კითხავს მერსო მიმართ? მარიკა დამშვიდი. არა, ეს თემა დავამთავროთ, მინდა რომ გოგოებმა შენი აზრი კარგად აითვისონ, როგორ გამოხატავს სიმპი არასიმპიდან თავის დამოკიდებულებას ქალების მიმართ, იმიტომ რომ შეიძლება ძალიან აერიოს. როგორ გაიგოს ქალმა სიმპი არის თუ არ არის სიმპი მამაკაცი? კიდევ ერთხელ ვიზახი, შენ უბრალოდ არ გესმის, ან უბრალოდ დამოკიდებულება. შენ ახლა ჩამოთვალე ის ნიშნები, რაც ახასიათებს მამაკაცს. მაგრამ ეს ნიშნები როგორ უნდა გაიგოს გოგომ, რომ ეს ნიშნები მამაკაცს ეკუთვნის? მარიკა, კიდევ ერთხელ გეუბნები, შენ უბრალოდ არ ისმენ და ეს ყველაფერი იწელება საუბარს. როგორ გამოხატავს არასიმპი მამაკაცი სიმპათიას ქალთან? მეც მაინტერესებს ეს გითხარი, მარიკა, გითხარი. როგორ დამასრულებინე თუ თვისებები შეიძლება მითხარი და მარიკა თვითონ საუბარი. ქმედებები მითხარი. დამასრულებინე თუ შეიძლება საუბარი და შენი ნუ ხარ პოდკასტი. თავდაცვით რეჟიმში. არ ვარ, ეს თავდაცვით შენი რეჟიმში. აღიარებაა. თავდაცვით რეჟიმში რაც უფრო ხშირად იქნება, მით უფრო მეტად გადაუხვევ თემებს და უბრალოდ ილაპარაკებ იმ შენი ყველაფერს, აღქმა შეიძლება ლორენცო, სისულელე. შენი აღქმა. კიდევ ერთხელ მე რო ვიზახი. არ ყვირი ვარ აქ და არ გაჩვენებ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე თავდაცვის რეჟიმში ვარ. ხვდები? პირიქით ეხლა უკვე ძალიან გასაგები ჩვეულებრივად არის, რატომ გაიგესაუბრები. შეიძლება, ეხლა უკვე გასაგები არის, რატომ შეიძლება გადაწყვეტილება მიიღო შენ მეუღლეს გაცილების. ბლა დიდი ნახრენა რა ეხლა. ბიჭო, ეხლა უკვე გასაგებია ჩემო ძვირფასო მეგობრებო. ალბათობა იმისა, ეხლა პოტენციური არ ვიცი, შენი ბრჭყალებში რომ თქვა რუსულ სიტყვას მოვიშორე, პაკლონიკები, რომლებიც ეხლა შენ გიყურებენ, ღმერთმა გაძლება მოხსეს შემოწმო. ნუ ეს პატრონს შენაირი რო არასოდეს არ მომიახლდება. გაძლება. ანუ მე ხარ ჩემი ტვინის რეცეპტორები იბრძვიან ეხლა გადარჩენის. ხმა მინდა რომ გასაგებია რატო 34 რამდენი წლის ხარ საყვარელო? 30 წლის ვარ. ვაიმე ღმერთო ჩემო, მე მეგონა უფრო მეტის ხარ, მაგრამ კაი არა უშავს, რისით ხმა მინდა. ეხლა გასაგებია რატო არ ქონდა არც ერთხელ სერიოზული ურთიერთობა. მე ხო სერიოზული შენ ურთიერთობაში ცხოვრებაში. შენ სერიოზული ურთიერთობაში როგორ შეხარ? ანუ შენ მოიპოვე. რაღაც რომ იმ ტიპის სისულელეები, რა ტიპის სისულელეებიც ვილაპარაკე და ეს შეიძლება ძალიან ბევრმა ადამიანმა ნახოსო. მოდი ახლა ისეთ რაღაცებს ვიტყვიო, რაც შეიძლება ლორენცოს დაარტყას, ანუ ვერაფერი ვერ გაარტყა. კუკარაშა ხო გახსოვთ ინგაროესის მურდალო შვიტყვიას, ეხლა უყურე. ქალი, რომელიც გაპიარებს, ესა ძვირიან რაღაც საჩუქრებს ჩუქნის და შენს პროდიუსერებში შენ თვითონ მითხარი ხალხში, მაგრამ კარგი. ანუ რისით ხმა მინდა? საათი არის საუბარი, რომელიც არის ფეიკი. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე ორიგინალი საათები ამის საქმეა. ანუ მოიცადეთ ლორენცო. საათი არის ლაპარაკი, რომელიც არის ფეიკი. ნახა ისა, რა ქვია, პოპ-არტმანე, კაშილოგი როგორ არის ქართულად? საფულე. ცდილობს რომ იმანიპულიროს საზოგადოებაზე, ჩემი თვით შეფასება დააგდოს და ისეთ რაღაცებს იძახის, რაზედაც წარმოდგენა არ აქვს. ურთიერთობაში არასოდეს არ ყოფილი, ურთიერთობაში ვარ. გაუთხრა. კიდე გაუთხრა, აცილა, ყველაფერია აცილა, იმენა ყველაფერია აცილა. ეს არის აბსოლუტური, ეს არის აბსოლუტური. ანუ რისით ხმა მინდა? პირჯვარს გადავიწერ, 30 ხელებს გავშვი. წლამდე მამაკაცმა. ღმერთის წინაშე ვიქნები მართალი, რომ მე არასოდეს ჩემი მთელი სიცოცხლის განმავლობაში ყველაფერზე არასოდეს ეგრე რა არ გამიგდება. გამომიყენებია ქალი ფინანსურად და ყველა მიცის ჩემი ისტორია, როდესაც 2014 წელს ქალი მჩუქნიდა BMW 645-ს, BMW 645-ს და მე ამ სიხპარ ვერ გადახარშა, აჩუქეთ. და მე ამ ყველაფერზე უარი ვთქვი, უარი თქვა, თავი დაიფასა. ალფონსი არა ვარ.
რა შეეხება მარიკა თუ შეიძლება მაგრამ ხალხდა ალფონსი არ არის მაგრამ გული ეთკილა რომ უარი უთხრა და ძალიან გთხოვთ დაუბრუნდით საზოგადოებაზე მანიპულირება ან ის ადამიანი იმ ქალმა იმ გოგონამ რომელმაც მოარჩულა ეს ვითომ დომინანტი მამაკაცი საათით გიხურებ და მინდა რომ ცოტა ჭკუაც ასწავლო ანუ რისკ მამინდა რატო ხარ 30 წლისას მამაკაცი ერთხელაც რატო არ გქონდა ხო კარგი გეცოდე ისა კარგი გეცოდება კარგი იყოს ეგრე მაინტერესებს რატო არ გქონდა 30 წლამდე არანაირი გამოცდილება ურთიერთობაში ანუ შენ ანუ ბევრჯერ გქონია ხო და რატო არ შედგა რატო არ შედგა ხო ანუ და ეს ყველაფერმა ჩემმა პასუხისგებლობებმა პირველ რიგში რომ მე როდესაც ფინანსურად არ ვიყავი ფეხზე და როდესაც საკუთარ თავზე ვერ ვიღებდი პასუხისგებლობას ღმერთის წინაშე არ ვიქნებოდი მართალი რომ ამეღო ქალზე პასუხისგებლობა მაშინ როდესაც არანაირი კიდევ ერთხელ ვიძახია არანაირი ტიპის ფინანსური მდგრადობა არ გამოჩნდა. მე შემეძლო იმ ადამიანის ცხოვრებაც დამენგრია, ასე რომ მე მსგავს ტიპის გადაწყვეტილება არ მიმიღია. ჩემი მიზანი იყო ის, რომ მე უნდა ვიყო წარმატებული, მე უნდა ვიყო ფინანსურად, მენტალურად, ფსიქოლოგიურად მდგრადი მამაკაცი, რომელიც საკუთარ თავზე პასუხისგებლობას აიღებს, შემდეგ საკუთარ მეუღლეზე და შემდეგ საკუთარ შვილებზე. ასე რომ შენი შეკითხვა ამ შემთხვევაში არალეგიტიმური არის, იმიტომ რომ შენ ჩემი წარსული ცხოვრებისეული ევრისტიკული გამოცდილება არ იცი. მოდი დავუბრუნდეთ ახლა. იმის კითხვა მინდა, რა ჩვენ არ გავჩერებულ ვართ. კითხვებს მე ვსვავ. არ გავჩერებულ ვართ. მაინტერესებს შენ თავდაცვითი რეჟიმი არ გაძლევს იმის საშუალებას რომ კითხვები მიიღო. ხო, არ მაძლევს. თუ შენი ფინანსური, ანუ გავიდეთ მარიკა ყველა აქედან და დაგტოვოთ და ილაპარაკებ შენთვის და არგუმენტს გამყარებ? მაინტერესებს. არგუმენტს არ გავაყარებ, მაინტერესებს რატო ხარ ეგეთი აგრესიული და ასეთი აქტიური? ქალების მიმართ რატო გაქვს ასეთი დიდი წყენა ჩადებული გულში ხვდები? ანუ არგუმენტები არ გააჩნია და აგრესიული ხარ, ანუ როდისა ვარ აგრესიული? შვიდად რომ ველაპარაკები აგრესიული ვარ. ანუ ჯერ სათქარ ეხა მოусმინე. მე ვარ აგრესიული თავის მიმართ. რამოდენიმე ურთიერთობა მქონდა სერიოზულიო და მაინტერესებს, ანუ ეს ყველაფერი არ შედგა, იმიტომ რომ შენ გარკვეული ფინანსური სტაბილურობა არ გქონდა და მაინტერესებს ამ შემთხვევაში თვითონ გოგოებმა გითხრეს უარი ურთიერთობებზე და ურთიერთობების გაგრძელებაზე. ან შენ თვითონ თქვი. მარიკა შენ ეხლა ყველაფერს აკეთებ იმას. არა, მაინტერესებს შენი გამოცდილება, შენზე ნუ გადმოდი ხარ შენს თავზე მიპასუხე. ხო შეიძლება ადამიანს დაამთავრებინა ლაპარაკი. მიპასუხე. და მუდმივად მიპასუხე. ანუ აი რა დამოკიდებულება არის? თავდაცვით რეჟიმში ხარ. მიპასუხე ვარ. იყოს ვარ. მიპასუხე. ვიცი რო ხარ. მე რა ვიყო? მე ხა შენ კითხო ჩავთო შენ და შენ მე საშუალებას არ მაძლევ. წინადადება დავასრულო ეს ერთი. მეორე კითხვა დაგისვა მარიკა ეს მეორე და მესამე. უბრალოდ ყოველივე ტიპის კითხვა, რომელიც დაგისვი, ყველა ტიპის კითხვა უკაცრავად. ყველაფერს თავს არიდებ და თემიდან თემაზე გადადიხარ და ამდენი ხნის განმავლობაში რაც ეხლა. რატო გონია რომ გადავდივარ შენ რომ მისვავ კითხვებს, ამასობაში ისეთ კითხვებს მისვავ, როგორიც არის პირად ცხოვრებას ეხება, თუმცა მე გთხოვე შენ პირად ცხოვრებაზე მეკითხები ეხლა და აბსოლუტურად გაძლევ იმ საშუალებას. მე იმიტომ რომ მე მიპასუხე. მაშინ შენ თუ მითანხმდები იმას, რომ მე შენ ცხოვრებისეულ პირად ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე კითხვა არ დაგისვა. შენ რატო იღებ? შენ რატო იღებ საკუთარ თავზე პასუხისგებლობას რომ მე დამისვა ეს კითხვები? შენ დამისვა. მე ზოგადად გლობალური კითხვები შეგეკითხე. შენ დამისვა მე მიუხედავად იმისა რომ მე დაგისვი ზოგადად გლობალური მე რო გაშორებული ვარ და ბავშვები მყავს და 34 წლის ქალი რო ვარ მე ეს მე ვამბობ ყოველივე ჩემი ლაივში მაგის თქმა მინდა სულ ჩემი ფსიქოლოგიური თემებიც ასევე ამას ეხება იმის თქმა მინდა გაშორებული ქალი რომ ვარ 34 წლის რო ვარ მარტოხელა დედა რო ვარ ამაში არანაირი არაფერი არ არის ისეთი რისიც შეიძლება და შეგწყვეტ ძალიან მაგარი არის როდესაც შეგიძლია საკუთარ მე ნუ იყენებ ამას ვითომ იმის საშუალებად რომ ვითომ შეურაცხყოფა მომაყენო მე შეურაცხყოფას კი არ გაყენებ მარიკა წერან კომპლიმენტი გაგიკეთე მარიკა და გითხარი როდესაც საკუთარ შვილებს ტელეფონზე არ ვიცი აიღე და პასუხი გაიც მე პირდაპირ გითხარი რომ არ ვიცი ეს არასწავლის პატარობაში ლორენცოს ნიკოლოს ზოგადად სახელი რო აღიარე ეგეც მადლობა მითხარი მე იმიტომ რომ აღიარე და ჩემო დამარხვა არ მოგესმა, ანუ გაიგე, ეს ყველაფერი შენც გაიგე, მიხვდე არ მოგესმა, ანუ მე რო სახელი ნიკოლოზე მქვია, მადლობა უნდა გადაუხადო მარიკას. იმიტომ რომ მარიკა მაღიარებინა მე, რომ ნიკოლოზე მქვია. რა ხდება ბოიშვილი მიყობი?
ხო და დედას მიმართაც ჩაკეტილი აგრესია რო ქონდა ძალიან მაგის გამომშხოვნე და სიყვარულიც აღიარე მაგ თქვი ძალიან მერე ესე მაინტერესებს ანუ იმის თქმა მინდა რომ პროვოკატორი ხარ რომელიც ერთები ისეთ თემებს რაზედაც გთხოვე არ შეეხო მეთქი რომელ თემებს მარიკა ზოგადად გლობალური კითხვები რაზედაც პასუხები არ გაგაჩნია რას ნიშნავს მე ხა გასაგებია რატო წავიდა შენი ქმარი ოჯახიდან რატო საიდან მოიტანა ჯერ შენი ქმარი წავიდა ოჯახიდან ეს არის პირდაპირ შეურაცხყოფა პირდაპირ შეურაცხყოფა არ არის ეს უკვე ფაქტის კონსტატაცია ფაქტის კონსტატაცია შენ საიდან ვინ წავიდა პირდაპირ ფაქტის კონსტატაცია შენ ადამიანს ლაპარაკს არ პირველი შენ იმდენად შეზღუდული იმდენად შეზღუდული წარმოდგენა გაქვს ზოგადად ყველაფერზე ამ სამყაროში იმდენად არ გაქვს არც ურთიერთობებში გამოცდილება არც პირად ზრდაში არანაირი გამოცდილება გარდა იმისა რომ გაბრაზდი ეს არ არის შენი საქმე არც რაღაცნაირი ფინანსური მიღწევები არ გაგაჩნია ჯერ ამის გამო შენ ვცდილობ ქალებს რომელიც შედგენ ყველა მხრიდან უკბინო დაუძახო ბავშვებს მარტოხელა დედების ბავშვებს სიმპები მე მარტოხელა ბავშვების დედებზე ეხლა მე დღეს ეგ თემა არ გაგვიშლია ჩვენ შენ ეხლა იტყუები მარიკა პირდაპირ არ ვიტყუები ჩაწერა მაქვს ლაივიდან სადაც კი ბატონო მე ეს ყველაფერი ავხსენი უამრავჯერ ლორენცო უძახის სიმპებს თუმცა თვითონ მარტოხელა დედის გაზრდილი აუცილებლად უნდა იყოს ბიჭის ხოვრებაში აუცილებლად უნდა იყოს მამაკაცი რომ შენ ფსიქოლოგია ბიჭის ცხოვრებაში აუცილებლად უნდა იყოს მამაკაცი რომელიც პასუხისგებლობას აიღებს და მამის როლს აუცილებლად დაანახებს ვინ შეასრულა შენი მამის როლი მაინტერესებს შენი გამოცდილება მამის როლი ვინ არის არსო მარიკა ვინ გითხრა რო არსო შენ არსო შენ აქ იმისთვის არ მოხდი არა მე აქ მოვედი რომ შენი პოზიციები ვიყოს თავდაცვითი რეჟიმში ხარ შენ არ ხარ შესაბამის ინტელექტუალურ დონეზე რომ მე ლოგიკის კანონები დაარღვიე ლოგიკის კანონები დაარღვიე საკუთარი თავის წინააღმდეგობაში წინადადებაში სამჯერ მოდიხარ მამაკაცების მიმართ გაგაჩნია რაციონალური აგრესია მხოლოდ იმიტომ რომ ურთიერთობებში არ გაგიმართლა ყველა მამაკაც შეურაცხყოფას აყენებ და ეს ყველაფერი სოციალურ ქსელებში ყველამ ძალიან კარგად ვიცით რას როგორ ანაირად აკეთებ და ყველა მამაკაც ეძახი რას ვეძახი მე მამაკაცები ზოგადად მიყვარს რომ იცოდი არ მიყვარს კაცები რომელიც შენ გაქვს რაციონალური აგრესია გაქვს არა მაქვს საერთოდ აგრესია შენ მე როდესაც კომპლიმენტი გაგიკეთე საკუთარ შვილებზე მე როდესაც კომპლიმენტი გაგიკეთე ეს არის ჩემი საზღვრები სადაც შენ არ შეგიძლია თუმცა კომპლიმენტების ჩაძვრე ხვდები როგორ ფიქრობ კარგი დედა ხარ მარიკა მე ვფიქრობ რომ შენ ხარ უზრდელი ადამიანი ნახდათ მე შენთან არ გავაგრძელებ ამ საუბარს იმიტომ რომ გარდა შეურაცხყოფებისგან შენ არაფერი არ გააკეთე რას ქვია მე გაკეთებ შეურაცხყოფას შენ გჭირდება შვილო დახმარება მე არ მაღიარებ როგორც უფრო მაღალ პროფესიონალს და ჩემგან შენ არ მოისმენ არაფერს არ შენ არ გაქვს სამთვიან კურსებს მეც დავამთავრებ გუში. მაქვს მარიკა, რაზეც შენ არგუმენტირებული პასუხები გამწევ შეგიძლია. ნებისმიერ შემთხვევაში მე მინდა იმის თქმა რომ სამთვიან კურსებს მეც დავამთავრებ და შენაირად მოვიყვან თავს, თუმცა შენ რო დიპლომიც აიღო, მაინც არაფერი არ გეტყობა შესაბამისი დონის გაზრდის. ეს კიდევ ერთხელ ირიბი და რაციონალური აგრესია მამაკაცების მიმართ, რომელსაც არგუმენტირებული ჯერობაში პასუხს ვერცეს. შენს მიმართ აგრესია გამოყავი მამაკაცებისაგან. საზოგადოება ამ ყველაფერს არ ვაღიარებ მამაკაცებად. საზოგადოება მარიკა ამ ყველაფერს იხილავს. მე შენაირ კაცებს ლორენცო არ ვაღიარებ რეალურად გეუბნები მამაკაცებად. საზოგადოება ამ ყველაფერს იხილავს მარიკა. იხილავს. მე იმას გეუბნები. როგორი აგრესია გაგაჩნია მამაკაცების მიმართ. მე შენაირ მამაკაცებს არ ვაღიარებ. საქართველოში მე მართლა მიამაყება ის ქალბატონები. ჩემთვის მამაკაცი რომ იყოს მამაკაცად უნდა იცოდეს საზღვრების ანუ საქართველოში მე მიამაყება შემოძირფესო მეგობრებო ამათ ეს ადამიანი ლაპარაკს არ გასწის შეურაცხყოფებს მაყენებს რაც მოვიდა რაციონალური აგრესია გააჩნია მამაკაცების მიმართ და ამ ყველაფერს სოციალურ ქსელებში ძალიან კარგად ხედავთ მე უბრალოდ მოხარული ვარ რომ საქართველოში არსებობენ ღირსეული მანდილოსნები ღირსეული ქალბატონები რომლებისთვისაც მნიშვნელოვანი არის არ შემოხედავენ შენ ლორენცო იმიტომ რომ შენი შეფასებაში ვერ გაიზრდები მათქალების დონემდე კი რომლებიც ღირსეულად ცხოვრობენ და რომლებისთვისაც მნიშვნელოვანი არის რომ ელემენტარული ზრდილობა გამოიჩინონ ადამიანს დაამთავრებინონ დომინაცია მოიტანო ვითომ მაგრამ სანამ შემოვიდოდი შენ უპირატესობად მაგრამ დომინაცია არ გაგაჩნია საერთოდ იმიტომ რომ საერთოდ არ გაქვს იმის საფუძველი რომ იყო თავდაჯერებული მამაკაცი და როდესაც ქალი მოთხოვნილებით ქალი შენთან საუბარში შემოდის შენ რატომღაც თვლი რომ აგრესიით მოდის თუმცა გარკვეულ რაღაცებს ამბობ შენ სწორად შენ საკუთარ თავს მაგრამ შენ თავზე მაგას
არ ირგებ. შენს თავზე არ ირგებ. არიცი, გაუზრდელი ხარ. მწრფელად მინდა აღზრდელი არა ხარ სამწუხაროდ. ყველა ადამიანი, რომელიც შენ ფსიქოლოგთან ინტერვიუ დაუძახე და პირად თემებზე მაინც გადმოხვედი შეურაცხყოფით. შენ ახლა გინდა უბრალოდ მე ემოციებზე ამაგდო. შეიძლება გითხრა? შენ გინდა ახლა უბრალოდ რომ მე ემოციებზე ამაგდე. ფსიქოლოგებმა რა გითხრა? შეგიძლია გითხრა? გინდა რომ ახლა რაღაცნაირად პასუხს რატო არცემ? რატო არ იგებ ყოველივე ყოველივე პიარი გაგიკეთო? ლორენცო. კითხვას პასუხს ზოგადად როდესაც ბუზი ხო იცი იმაშوي ჟუტუნებს ჩემს ყურთან მე ზოგადად ვცდილობ არ მივაქციო ყურადღება. მე ინტელექტუალური შესაძლებლობა მაქვს იმისათვის რომ ლორენცოს არ მივცე ის რაც უნდა თვითონ პროვოკაციაზე მე არა ვარდები. მე პროვოკაციები არ ამასობაში იმის თქმა მინდა რომ კაცები უნდა დარჩენ კაცებად. ამასობაში კაცმა უნდა იცოდეს ქალს როგორ უნდა მიმართოს. შესაძლებელი იყო ბევრად ლამაზი საინტერესო ინტერვიუს გაკეთება. ეს არის ამ ადამიანის რეალური სახე. თავისივე რაღაცა ტოქსიკური მიდგომებით, მაგრამ პირადზე არ გადავსულიყავით, მაგრამ მაგისათვის შესაძლებლობა სჭირდება, ინტელექტუალური დონე სჭირდება და მაგისათვის როგორიო ინტელექტუალური დონე სჭირდება. ეს გადავახვიოთ ერთი წამი. შეიძლება მე ქართულად არ მყოფნი სიტყვიერი მარაგი რომ უფრო კარგად მოვაჩინო ეს სიტყვიერი მარაგზე არ არის საუბარი შენ უბრალოდ აგრესია გაგაჩნია მამაკაცების მიმართ იმიტომ რომ ურთიერთობებში არ გაგიმართლა მარიკა პოდკასტის ჩაწერისას ადამიანები რომლებიც ამ ყველაფერს ესწრებოდნენ ყველა იყო შოკში უბრალოდ ამ ადამიანის მდგომარეობით და რა ტიპის მდგომარეობაში იმყოფებოდა ეს ადამიანი. ჩართული არის მამაკაცებთან, შეურაცხყოფებს აყენებს, როგორიც არის იდი ნახვი, ასე შემდეგ. აგინებს სოციალურ ქსელებში მარიკა მამაკაცებს. ეს უბრალოდ არის კიდევ ერთხელ ვიძახი, ტრამვირებული ქალი, რომელიც ვერ უძლებს არგუმენტირებულ მსჯელობას და გადმოდის შეურაცხყოფაზე. შეფასებიან. როდესაც წეგან მითხრა, იდი ნახრენ და მსგავს ტიპის იდი ნახრენ, ხო? გამოირჩევა ეს ადამიანი. სხვა ასოზე გასაკვირველი. მე უბრალოდ მცხვენია. უკაცრავად როგორ? ვაიმე, სხვა ასოზე იყავი გასაგზავნი ისე რომ იცოდი ნახრენ ცოტა ძალიან ისეთი იყო თავ შესკავებული რამდა. მე უბრალოდ გუწფელად მცხვენია ჩემო ძირფასო გზაში უნდა გამეგზავნე, მაგრამ თავი შევიკავე ხა ფსიქოლოგი ხალი ვარ. მე უბრალოდ მცხვენია ჩემო ძირფასო მეგობრებო, რომ ის ყველაფერი რაც დღეს ამ ადამიანმა იკადრა, ეს ყველაფერი არის მართლა სირცხვილი, იმიტომ რომ ადამიანი რომელიც გამოირჩევა ლორენცოსნაირი მამაკაცები კიდე სხვა კაცებს ასწავლის ჭკუას ხალხნო. ქალბატონებო, რომლებსაც გაგაჩნიათ კაცები რა შეუძლებელი არის შემოძირფასო მეგობრებო ამ გადაცემას ვასრულებთ. მაგრამ იმის თქმა მინდა რომ ამრივით რომ დახტის არ ნიშნავს რომ რეალურად წარმოადგენს დომენანტს წარმატებულ საღამოს ეს ადამიანს დავტოვებთ აქ ოთახში და გაზრდილიყო დიდი ხანია გამოკეტავთ ცოტა ხანი ევოლუცია არის კარგი რამ და ეს უნდა ეთყობოდეს მამაკაცს აქ 10-დან 10 ქულა მარიკა სამწუხაროა 6 hours later თქმა მინდა ეს არა მოჭრა. ხო, ანუ იცით რა, ცუდი დამოკიდებულება ლორენცოსთან არ მაქვს. მაგრამ ცუდია რომ თავისი ჩაკეტილი აგრესია რაც მოდის ზოგადად პატარობიდან და ქალების მიმართ აქვს ძალიან ესე იგი ზიზღი, ეს რაღაცნაირად უნდა გადახარშოს, უნდა გადამუშავოს და ფსიქოლოგთან სიარული, იმიტომ რომ სამთვიანი კურსები რაც ლორენცომ გაიარა, არ არის საკმარის იმისათვის რომ თავისი თავი დაარქვას ფსიქოლოგად. ამასობაში არ არის საკმარის იმისათვის რომ თავი მოიტანა როგორც განუკურნელი ადამიანი. ხო არა მოჭრით? არა, რა თქმა უნდა. ანუ ხო, და ზოგადად ცოტა მანერებიც უნდა ისწავლო რა. იქნებ გეშველოს რამე. დაუნთავრე. უეჭველი ამოჭრი შენ ახლა ხო ვიცი. მაგინდა ისეთი რაც ვერილაპარაკე. გითხარი. მართლა გეუბნები, გაგიძე. გითხარი. გაგიძე. ერთი კითხვა მაქვს ბოლოს. ანუ დაბრუნდი, დაწყნარდი, ნერვები დაიწყნა. არა, მოვჭით გადაცემას კაცო. მე დამშვიდებული ვარ, წყალში nsვავ და შენ ხარ განერვიულებული თორე. აი მე წყალს სულ სვავ და შენ თუ მაგაღიარე როგორც განერვიულება. ბოლო კითხვა მაქვს მარიკა შენთან, როგორ? შენთვის ხო ესეთი მნიშვნელოვანი არის ფინანსები, ასე შემდეგ. ეს არ ჩაჭდება. შენ არასოდეს არ ჩაჭდები ჩემს გემოვნებაში. შენს გემოვნებაზე არა. ვერასოდეს ვერ ჩაჭდები სამწუხაროდ. აი წარმოიდგინე ესეთი რაღაცა აპოკალიფსი მოხდა და დედამიწაზე გადარჩენილებს შორის მარტო მე და მარიკა ვართ. მიხდი, აი ცარაურად გაიყოს და ზებიდან ღმერთმა გადმომხედოს და მითხრას: "შვილო, ჩემო საყვარელო შვილო ლორენც, ჩემო ქარიზმატულო შვილო. კაცობრიობის გადარჩენის ერთადერთი საშუალება ის არის, რომ ამ ქალბატონთან განაყოფიერდეო." აი ეს ავხედავ ღმერთს და ვეთქვიო სტეიკჰოლდერში. შანსი არ არის ღმერთო მე ამასთან განაყოფიერდე. დარჩენილი სიცოცხლის ბოლომდე რას უნდა ვუსმინო? კაცობრიობის შეესეთი სერგამაიმიშევი. შენ ხანს მეუნები ამით, რა? ხო, ლორენც ხო. არ მინდა, მადლობა.
ლაპარაკი ანუ ზედმეტი არ ერთი წელი რომ ამას ყოველდღიურს მინოთ დედას გეფიცები კლდიდან გადავარდები ანუ შანსი არ არის მადლობა ღმერთოს თეიკო ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას რომ რაციონალური აგრესიები ეხლა მაგაზე არ ვსაუბრობ არა აგრესია შეც მიმართა ისე ნახეთ სიმაღლეში ვითომ ჩემზე მაღალია და რეალურად ან შენზე მაგალია ვორმანი ვაფშე არა ცოტათი ძალიან ცოტათი მეტრ და 85 ამ ადამიანს სჭირდება არ ვიცი აბი გლუკოზა და დახმარება რადგან შეუძლებელი არის ამ ადამიანთან საუბარი შენ სჭირდება მარიკა ჩემს ნებართვის გარეშე მე შენ მაგას ვერ გადაწყვეტ რა ხსენია იმ ყველაფრის რაციონალურად ხსენია მე უბრალოდ ვიცი როგორ ის შეურაცხყოფები რა შეურაცხყოფების მომაყენე ასე შემდეგ გამომიგზავნე შენ როგორც გინდა რომ გამოდო და მე გეტყვით აბრო თუ არა მე შენ ესეთი ანუ შენ გადაცემაში მოდიხარ რომ მსგავს ტიპის პასუხისგებლობას ჩემზე მაღალია და რეალურად რომ იმითო რა როგორ გავაკეთო მაშინ როდის ეს ყველაფერი არ მოიჭრა ვიცადე შენ ძალიან კარგად იცი როგორ შეიძლება манипулირება საზოგადოების ისე გადმოჭრა ხო ეს გავა თავიდან ბოლომდე მარიკა არიცი თავიდან ბოლომდე გავა ნუ კაი იმედია შენი შეურაცხყოფები შენი რაციონალური აგრესია შენი დამოკიდებულებები ასე შემდეგ იმედია შენც არ მოჭრი შენ რასაც შენი ლაპარაკე მე არაფერი არ მოიჭრება ნუ ეს ყველაფერი ამ ყველაფერს საზოგადოება ნახა თუ თავიდან ბოლომდე იქნება ნებისმიერ შემთხვევაში ტრამირებული მინერს კარგად ჩანს გამომიგზავნე უბრალოდ მე და მინდა ნახვა თავიდან ბოლომდე რა გამოვიდა თუ რამე ისეთი დამატებით ხო არ გექნება კიდე საქმე კრიტერიუმებით დაკმაყოფილება შენ თუ გონია რომ ასე შეგიძლია გააკეთო და არაფერი არ იქნება ძალიან ცდები შენ თუ დამპატიჟე მე შენთან სადაც ლაპარაკი არ დამაცადე მარიკა სადაც შეურაცხყოფებზე იდი ნახუიო როდესაც სამასონზეო ასე შემდეგ მე დაგიშ რაციონალური კითხვა პირად ურთი რას ქვია შენი ქმარი წავიდა კი მარიკა კი იმიტომ რომ შენ საერთოდ რატო არ ყავს არც ცოლი არ ყოლია არ ყოლია ცოლი ყავს თუ არა ეგ არის ყავს და შეყვარებულებიც მყავდა შენ ჩემს შესახებ იცი შეყვარებულების მე იგივე შემიძლია შენ ზოგადად შენ რა იცი მე საერთოდ მე წავედი ის წავიდა რა რატომ აყენებ შენ ეს არ არის შენი აზრის შეურაცხყოფა შენ ლაპარაკი არ დამაცადე და ეს მაგინე აუ შენი ღმერთო არა არ გაგინე შენ არ იცი შემიგინება რა არის უბრალოდ ამჯერე ეს გინება კი რატომაც არა სოციალურ ქსელებში აგინებ ამაგაც ნუ ეხა კი გარკვეულად ვაგინებ და რატო ხარ ეგეთი ამ ეგეთი არა არა მხოლოდ მამაკაცებს ისე რო იცოდე ყველას ვაფშე კი ნუ ყველა მარტო ხელას დედები იზრდებიან სიმპებათო როგორ არა აყენებდი შეურაცხყოფა სიმპი მამაკაცის კატეგორია არქეტიპია შენ ამბობ იმას რომ ზოგადად შენ ისიც გეშლება ლორენცო რომ სიმპი და ესე იგი სიმპი არის ის მამაკაცი რომელიც საკუთარ თავზე ამბობს უარს და ამასობაში შენ კიდე ამას დაამატე რომ საკუთარ თავზე ამბობს უარს ფსიქოლოგიური ციგნებიდან იქნება იმიტომ რომ მოიცადე გასაგებია მაგრამ იმიტომ არის სიმპი და საკუთარ თავზე ამბობს უარს იმიტომ რომ დაძდევს ხელს და საჩუქრებს ჩუქნის და ყვავილეს საკუთარ თავზე უარს ამბობს მეტი არჩევანი არა მე რატო ამატებ ამას ანუ შენ არ წარმოგიდგენია რომ მამაკაცმა შეიძლება ნებისმიერი მოვლა რაც შეუძლია ქალისებად გამოხატოს გაინტერესებს პირდაპირ მითხარი ან მამაკაცს რა შუაშია ფული შენ ფული რო არ გაქვს იმიტომ გატრეგირებს ეს თემა თუ რა შუაშია ანუ მამაკაცს გატრეგირებს ანუ შენ გატრეგირებს ან მარტო მე ვამბობ იმას მაგას კაცები ამბობენ რომ ქალები ყველა მატერიალისტები არიან და ზოგადად ეს ამბობენ ზუსტად ის კაცები ვისაც სამწუხაროდ ფინანსები არ გააჩნია ხო თუმცა მე ვიტყოდი რომ მხოლოდ და მხოლოდ ფინანსები არაფერ შუაში არის ქალთან ურთიერთობაში დამოკიდებულებით შეგიძლია კი რა მაგრამ მართალი რო გითხრა ფინანსების გარეშე არ მიყვარს მე საუბარი ფინანსები ანუ ჩემი აზრით მამაკაცმა ჯერ ფინანსური და ესეც არ თქვი მარტო ფული არ მინდა მაგრამ ფინანსური სტაბილურობა აუცილებელია პოდკასტში რომ მე რა ინტრიგანია ეს კაცი არ შემიძლია რამდენი გადაგიხდა იცი რა გადაუხადე ისეთ ქალებთან რომლებთან შენ ურთიერთობა გქონდა ფული გინდა მანე ფული შენც გინდა საყვარელო შენო შენთან რომ მოვიდეს მამაკაცები და შენთან რომ მოვიდეს მამაკაცი და ფული კი რა მაგრამ მართალი რო გითხრა ფინანსების გარეშე არ მიყვარს მე საუბარი ფინანსები ვიყაროს იმენა 4 ის რა ქვია ფეხებზე და ხელებზე დაჯდები კიდე შეურაცხყოფას მაგენ ნუ შეურაცხყოფა არა ფაქტია კიდე შეურაცხყოფას მაგენ